მორიგი განხეთქილება ნაციონალურ მოძრაობაში და მხარეთა ურთიერთსაწინააღმდეგო პოლიტიკური სტრატეგია. რა ხდება ნაციონალურ მოძრაობაში? რატომ გაიყო პოზიციები მეორე ტურში მონაწილეობასა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით? ვინ აპირებს სააკაშვილის ინსტრუქციების შესრულებას და ვინ არის წინააღმდეგი? რა გავლენა იქონია ნაციონალური მოძრაობის რეიტინგზე მიხეილ სააკაშვილის ჰიპერაქტიურობამ? შეძლო თუ არა ოდესის გუბერნატორმა მხარდამჭერთა მობილიზება და სააკაშვილთან გამიჯვნის შემთხვევაში შეეძლო თუ არა ნაციონალურ მოძრაობას მთავარ ოპოზიციურ ძალად არჩენა? როგორ აფასებს პარტიის ორად გაყოფილი აქტივის საარჩევნო კამპანიაში მის მონაწილეობას? და გახდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი გუნდის დაშლის მიზეზი? ეუთო, ნატო, ინგლისი, ევროკავშირი, გერმანია, ესპანეთი, შვედეთი და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ლიდერთა მოლოცვები საქართველოს ხელისუფლებას. რა ანგარიშები დაიწერა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ და როგორ აფასებს მსოფლიო თანამეგობრობა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს? რა საცხადებს ამერიკის ელჩი და რისკენ მოუწოდებს ნაციონალურ მოძრაობას? საღამომშვიდობისა, ეს 20:30-ია გადაცემის ნახვა 20:30-ის Facebook გვერდზე შეგიძლიათ გადაცემის მოსმენა კი რადიო უცნობის საშუალებით FM 98 და 1-ზე. მე მაკაცინცაძე ვარ და 20:30-ის ჟურნალისტებთან ერთად დღის მთავარ თემებს წარმოგიდგენთ. როგორ აფასებს დავით უსუფაშვილი არჩევნებსა და ქართველი ხალხის არჩევანს? რატომ ვერ მიიღო რესპუბლიკურმა პარტიამ ამომრჩევლის მხარდაჭერა? იქონია თუ არა მიღებულ შედეგზე გავლენა პარტიის წევრთა ამბიციურმა განცხადებებმა და იყო თუ არა ეს ტაქტიკური შეცდომა? ტოვებენ თუ არა დიდ პოლიტიკას რესპუბლიკელები და მომავალში? სათხედავს თავს პარლამენტის თავმჯდომარე? 20:30-ის შეკითხვებს დავით უსუფაშვილი უპასუხებს. ელოდა თუ არა მმართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებზე დამდგარ შედეგს და როგორ აფასებს ქართული ოცნება ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას? რატომ გახდა საჭირო მასშტაბურად მეორე ტურების ჩატარება და რამდენად მისაღებია ხელისუფლებისთვის მმართველობის 4 წლის თავზე 48%-იანი მხარდაჭერა? ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კოლბახიძე სტუმრად 20:30-ში. რას ნიშნავს ქვეყნისთვის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქართული არჩევნების პოზიტიური შეფასება და როგორ აისახება მსოფლიოს ლიდერთა გზავნილები საქართველოს მომავალზე? ჩავარდა თუ არა არჩევნების არლეგიტიმურად ცნობის გეგმა და რამდენად სერიოზულია ნაციონალური მოძრაობის მიერ შედეგის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება? კახა გოგოლაშვილი დღეს 20:30-ში, მანამდე კითხვის სხვა თემები. საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო საზოგადოება დემოკრატიულად აფასებს. მესამე დღეა საქართველოს ხელისუფლებას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების გამო მოლოცვებს იღებს. ბრიტანეთის, ევროკავშირის, გერმანიის, ეუთოს, ნატოს შემდეგ 8 ოქტომბრის არჩევნებს დემოკრატიულად და ამომრჩევლის ნების გამოხატულებად აფასებენ ესპანეთის, შვედეთის, ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის ხელისუფლების წარმომადგენლებიც. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებითაც არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და იყო კარგად ორგანიზებული. საერთაშორისო საზოგადოების შეფასებებით ლიკა ალილიშვილი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში. ლიკა, მოგესალმებით და გისმენთ. საღამომშვიდობისა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეთანხმება საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, იყო კარგად ორგანიზებული და პატივსცემდა ფუნდამენტურ უფლებებს. ასე შეაფასა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა 8 ოქტომბრის არჩევნები. 8 ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებაზე საუბრობს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგოტ ვალსტრომიც. საქართველოსთან ევროინტეგრაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნას გამოთქვამს ის. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი კი ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ის მიესალმება ქართველი ხალხისა და მთავრობის შემართებას იარონ სტაბილური და დემოკრატიული გზით. საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა ესპანეთის მთავრობაც. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ესპანეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ სუბიექტებს ულოცავს და იმედოვნებს, რომ ახალი პარლამენტი წარმატებით დაძლევს ქვეყნის წინაშე მდგარ ამოცანებს. მთლიანობაში ყველა განცხადება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გაკეთდა, მიუთითებს, რომ საქართველოში არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეთანხმება საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის EUTOS და ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში, იყო კარგად ადმინისტრირებული და პატივსცემდა ფუნდამენტურ უფლებებს. საარჩევნო უბნების დიდ უმრავლესობაზე მოსახლეობას ჰქონდა საშუალება თავისუფლად გამოეხატა საკუთარი პოზიცია და ნება. სამწუხაროდ იყო რამდენიმე უბანი, მათ შორის მარნეული, სადაც მოხდა ძალადობა და ამომრჩევლთა დაშინების მცდელობა. ჩვენ ვგმობთ ამ ინციდენტებს და ვიმედოვნებთ, რომ მთავრობა საგულდაგულოდ გამოიძიებს ამ ფაქტებს. მოუწოდებთ ყველა მხარეს, რომ ამ ინციდენტებზე რეაგირება მოახდინონ მშვიდობიანი გზით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პოზიტიურია, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო კარგად ადმინისტრირებული, ველოდები საქართველოსთან ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ თანამშრომლობის გაგრძელებას. ლატვიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფასებს საქართველოში 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს, რომელმაც უზრუნველყო დემოკრატიული პროცესი, იყო კარგად ორგანიზებული და ჩატარდა პოლიტიკური კონკურენციისა და ფუნდამენტური თავისუფლების პატივისცემით. არჩევნები ჩატარდა მშვიდ და წყნარ გარემოში, ხმის დათვლა ხდებოდა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საქართველოში ჩატარებული არჩევნების პირველი რაუნდის საბოლოო შედეგების გათვალისწინებით მივესალმები ქართველი ხალხის და მთავრობის შემართებას იარონ სტაბილური და ფუნქციონალური დემოკრატიის გზით. ესპანეთი გამოხატავს სურვილს გააღრმავოს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა. ასევე ხელი შეუწყო საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობების გამტკიცებას ასოცირების ხელშეკრულების შესრულების გზით. ესპანეთის მთავრობა მიესალმება საპარლამენტო არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებას და იზიარებს EUTOS სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნას, რომლის მიხედვითაც არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული. კიდევ ერთი საკითხი, რასაც დღეს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ყურადღება გაამახვილა ოპოზიციას შეეხებოდა. იან კელი იმედოვნებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები მოპოვებულ მანდატებს გამოიყენებენ. ნაციონალური მოძრაობის პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხზე განცხადება დღეს ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმაც გააკეთა. ანა გომესი მიიჩნევს, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ პარლამენტის მანდატებზე უარის თქმა ამომრჩევლების ღალატს ნიშნავს და მარცხისთვის არის განწირული. ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის ბოიკოტისა და პარლამენტში შეუსვლელობისკენ მოწოდება სიგიჟეა. ეს ნაბიჯი მარცხისთვის იქნება განწირული და ამომრჩევლების ღალატს ნიშნავს. ჩვენ მხარს უჭერთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი არის მრავალპარტიული, პლურალისტური დემოკრატია. ვფიქრობ, რომ ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას აქვს კარგი კამპანია. ისინი ამ კამპანიით ამაყები უნდა იყვნენ და მე მათგან ველოდები, რომ ამ ვითარებას მიუდგებიან მშვიდობიანი კუთხით. როდესაც დრომობა დაიკავებენ მოპოვებულ მანდატებს, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ ჯერ კიდევ ჩართულები ვართ კამპანიაში და იმედი გვაქვს, რომ ისინი მოიქცევენ ისე პროფესიონალურად, როგორც პირველ რაუნდში მოიქცნენ. ამ განცხადებების ადრესად ნაციონალურ მოძრაობას დღეს კომენტარი არ გაუკეთებია. საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაზე არც ერთმა მათგანმა საუბარი არ ისურვა. საერთაშორისო თანამეგობრობას გამოხმაურებას კი ლოგიკურად და დადებითად აფასებენ ქართულ ოცნებაში. თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ 2016 წლის პარლამენტის არჩევნები შეფასდა როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული და ეს ხელისუფლების წარმატების აღიარებაა. ყველა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ შეაფასა როგორც თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები. რაც შეეხება პროდასავლურობას, მე მგონი ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც პარტიები ექსკლუზივის აღებას ცდილობენ ხოლმე საგარეო კურსთან დაკავშირებით, რაც მე მგონი განწირული მცდელობა არის. პარტია ქართული ოცნება და ზოგადად ხელისუფლების საგარეო კურსი ყველასთვის ძალიან ცხადი, ნათელი და გასაგებია. არანაირი კითხვები ამ მიმართულებით რა თქმა უნდა არ არსებობს და უბრალოდ არასერიოზული დამოკიდებულება მგონია საკუთარ ექსკლუზივად გამოცხადება ქვეყნის პროდასავლური კურსის. საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულად მიიჩნია EUTOS, NATO-ს, ევროკავშირის, AIRA-ის, NDI-ის სადამკვირვებლო მისიებმაც. მადლობა, პირდაპირ ეთერში ლიკა ალელიშვილი საუბრობდა. შევა თუ არა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში და მიიღებენ თუ არა მონაწილეობას მეორე ტურში. მთელი დღის განმავლობაში ამ საკითხზე პარტიის წევრები ერთმანეთისგან განსხვავებულ შეფასებებს აკეთებდნენ. ნაციონალური მოძრაობის ოფისში ამ წუთებში პოლიცაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც თამარ ციკლაური იმყოფება. თამარ, რა განცხადებები კეთდებოდა პოლიცაბჭოს დაწყებამდე გისმენთ?
საღამომშვიდობისა. ნაციონალური მოძრაობის ოფისში უკვე 1 საათზე მეტია პოლიცსაბჭოს ხდომა მიმდინარეობს. პოლიცსაბჭოს ხდომას ესწრება პარტიის 60-ზე მეტი წევრი და როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრები აცხადებდნენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას იმ ორ საკითხთან დაკავშირებითაც, რაზეც უკვე რამდენიმე დღეა პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა, მიიღებენ სწორედ ამ პოლიცსაბჭოს ხდომაზე. პოლიცსაბჭოს ესწრებიან როგორც პარტიის ლიდერები, ასევე აქ იმყოფებიან სხვადასხვა რეგიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. ისინი პოლიცსაბჭოს დაწყებამდე მედიასთან მათი ნაწილი არ აკეთებდა კონკრეტულ განცხადებებს, არ აფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციებს, თუ რა აზრი აქვთ იგივე პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, ასევე მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით. მათი ნაწილი აცხადებდა, რომ ისინი კონკრეტულ განცხადებას გააკეთებდნენ მას შემდეგ, რაც პოლიცსაბჭოზე პარტია მიიღებდა ერთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ნაწილი კი საკუთარ პოზიციებს ღიად აფიქსირებდნენ პოლიცსაბჭოს ხდომაზე. სავარაუდოდ, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სკაიპის საშუალებით ჩაერთვება ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი და იგი პარტიის წევრებს საკუთარ პოზიციას ასე გააცნობს. რაც შეეხება პოლიცსაბჭოს დღევანდელ შეკრებას, გადაწყვეტილების მიღებას, ეს პოლიცსაბჭოზე გადაწყდება და თქვენთვის ყველასთვის ცნობილი გახდება ამ გადაწყვეტილების შესახებ. რა თქმა უნდა, ყველა ჩვენთაგანს გავგვაჩნია ჩვენი პოზიცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა მაჟორიტარების მონაწილეობა არ მონაწილეობასთან დაკავშირებით. ჩემ პოზიციას პოლიცსაბჭოზე დავაფიქსირებ თქვენის ნებართვით. და პოლიცსაბჭოს შემდეგ გეტყვით ჩემს გადაწყვეტილებას. პოლიცსაბჭოს შემდეგ გავაკეთებ. როგორ ფიქრობთ, უნდა შეხვიდეთ პოლიცსაბჭოს შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. მეორე ტური გადაწყვიტოს ქართველებმა მიცემს თუ არა ბიძინა ივანიშვილის საკონსტიტუციო უმრავლესობას, ტურაშვილებმა, ელისაშვილებმა და ასე შემდეგ. თქვენი პოზიცია როგორია? თქვენ რას მე ივანიშვილს ჩემის ნებით არ დავუთმობ არაფერს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში შევიდეთ და ყველა გზით შევებრძოლოთ იმას, რომ არაფორმალურ მართლობას არ დაემატოს კიდე დიქტატი. ამ ხელისუფლების აუცილებელია მეორე ტურებში ბოლომდე ბრძოლა, მე ეს პოზიცია დავაფიქსირე, თუმცა საერთო პარტიის პოზიციას გაგაცნობ შეკრების მერე. არასდროს ნაციონალური მოძრაობა არასდროს არ დაიშლება. ეს არის ძალიან მონოლითური გუნდი, სადაც არის ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, დემოკრატიული პროცესები. ჩვენ უმრავლესობის გადაწყვეტილებას დავემორჩილებით. ეს არის მთავარი. პარლამენტში შესვლა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ეს არის ის ორი საკითხი, რაზეც უკვე რამდენიმე დღეა პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა. ორივე მხარეს აქვს საკუთარი არგუმენტები, მაგალითად დღეს საპრესკონფერენცია გამართა გიგა ბოკერიამ. გიგა ბოკერიას განცხადებით მისი აზრით ნაციონალური მოძრაობა უნდა შევიდეს პარლამენტში, ასევე მონაწილეობა უნდა მიიღოს არჩევნების მეორე ტურში და სწორედ ასეთი მეთოდებით უნდა გააგრძელოს ბრძოლა. მეორე მხარის პოზიცია კი ასეთია, რომ მათი განცხადებით არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად ისინი არ უნდა შევიდნენ არც პარლამენტში, არ უნდა მიიღონ არც მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში და ბრძოლის სხვა მეთოდებს უნდა მიმართონ. არჩევნები გაყალბდა მასშტაბურად. მე დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ ახალი ფაქტები გამოჩნდება, რომელიც ამას დაადასტურებს. ამიტომ მონაწილეობა მეორე ტურში ასევე ვფიქრობ, რომ ყოველგვარ ასს არის მოკლებული. ნაციონალური მოძრაობა მარტო უნდა დატოვოს პარლამენტში ის პარტია, რომელმაც ეს არჩევნები გააყალბა. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ნებით თუ უნებლიეთ მივცემთ მათ შესაძლებლობას, რომ რაღაც დემოკრატიულობის ფასადი ჩამოაფარონ იმას, რასაც არავით არის კავშირი დემოკრატიასთან და თავისუფალ არჩევნებთან არ არის. მე მყარად მჯერა და მწამს, რომ სწორედ ამ უმძიმეს ვითარებიდან გამომდინარე და მიუხედავად ამ არათავისუფალი და არასამართლიანი არჩევნებისა, რომელიც არ გამოხატავს ქართული ხალხის თავისუფალ ნებას, ჩვენი პოლიტიკური ძალა როგორც ერთადერთი პროდასავლური და დემოკრატიული ქმედითი ოპოზიციური ძალა ჩვენს ქვეყანაში აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში და აუცილებლად უნდა მიიღოს მონაწილეობა არჩევნების მეორე ტურში. როგორც უკვე გითხარით, ნაციონალური მოძრაობის ოფისში უკვე 1 საათზე მეტია მიმდინარეობს პოლიცსაბჭოს ხდომა და სწორედ პოლიცსაბჭოს ხდომის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობასთან დაკავშირებით.
მადლობა თამარ ციკლაური გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში, რომელიც ადგილზე რჩება და მას მოვლენათა განვითარების შესაბამისად დაუბრუნდებით. მიხეილ სააკაშვილის მიმართვა თანაგუნდელებს და მოწოდება უარი თქვან მეორე ტურში მონაწილეობას და ხმაურიანი დაპირისპირება სოციალურ ქსელში იყო თუ არა სააკაშვილის ფაქტორი არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის მარცხის მიზეზი და გახდნენ თუ არა. ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები სააკაშვილის მიზეზი დაცინვის ობიექტები. ოდესის გუბერნატორის დაპირისპირება საქართველოში დაპირებები საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით და ასევე არჩევნების დღეს უკვე შეცვლილი პოზიცია. გიორგი კობერიძე ისაუბრებს ასევე პირდაპირ ეთერში. გიორგი, მოგესალმები, გისმენთ. საღამომშვიდობისა, რა გავლენა იქონია ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ფაქტორმა ნაციონალური მოძრაობის მიერ 8 ოქტომბრის არჩევნებში მიღებულ შედეგზე. ეს კითხვა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შედეგით უკმაყოფილო ამ პარტიის წევრები და მისი მხარდამჭერები საჯარო განცხადებებით მიხეილ სააკაშვილს დაუპირისპირდნენ. სააკაშვილი, რომელიც არჩევნების წინ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში საქართველოს ჩამოსვლას გეგმავდა, არჩევნების დღეს უკვე პოზიციას იცვლის და აცხადებს, რომ პოლიტიკურ მოღვაწეობას გააგრძელებს უკრაინაში. დღეს კი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს მეორე ტურზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. დამარცხდა თუ არა ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის გამო, ოდესის გუბერნატორის როლი და ორად გაყოფილი ამ პარტიის წევრების შეფასებები ჩვენს რეპორტაჟში. 3 დღე დარჩენილი ჩემთვის ამ ზღვის გადმოლახვამდე. შევხვდებით გამარჯვებულ საქართველოში. შეხვედრა არ შედგა და ზღვაც გადაულახავი დარჩა. არჩევნების წინასწარი ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის პროგნოზი არ გამართდა, მათ შორის არც პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით. ჩვენ ამ არჩევნებს ვიგებთ შვიდად, წყნარად, დაუღელებლად, უეჭველად, ყველა გამოკითხვა ამაზე მეტყველებს. უნდა დაპირებოდა თუ არა საკუთარ მომხრეებს არჩევნების მეორე დღე საქართველოში დაბრუნებას, ან საერთოდ უნდა ჩართულიყო თუ არა აქტიურად ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო კამპანიაში. მეორე დღე ამ თემაზე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები სოციალურ ქსელში ერთმანეთს ეპაექრებიან. და სად არის მიშა, ჩამოვიდა, რა აყვირებდა ტრუხაზე თუ არ ჩამოდიოდა? რატომ უნდა ვიგერიებდე მე ახლა ქოცების დაცინვებს მიშას ჩამოსვლაზე, როცა არც ეგ ჩამოსვლის მუხარები მომწონდა. მერჩივნა მოგვეგო, წყნარად ჩამოსულიყო, რომ პოლიტიკური საქმიანობა გაიგრძელებინა და მხარდაჭერა აღედგინა. ეგეც მითია, ჩვენ მომხრეებშიც არ არის კონსენსუსი მიშას როლთან დაკავშირებით არათუ მერყევებში. გაზომილია. მით უმეტეს ზუსტად ვიცოდი, რომ სანამ მისი დაჭერის 1%-იანი შანსი მაინც არსებობს, არ ჩამოვიდოდა. და მარტო ქოცების თავდასხმებს კი არ ვიგერიებთ, კიდევ ვიღაც გიჟები მოგვიქცია და მოღალატეებს აძახებინებს. ქალბატონო თამარ, მიუხედავად იმისა, რომ არსად და არც ერთხელ აუგადარ მომიხსენიები ხართ, რადგან საერთოდ არ მიმაჩნდით და არ მიმაჩნი ხართ ჩემი ყურადღების ღირსად, უკვე 2 დღეა თქვენ ძვირფას დროს მithმობთ და სადაც კი შანსი გეძლევათ ყველგან აუგად მიხსენიებთ. არ ვაპირებ პასუხის გაცემას, რადგან ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია პასუხის გაცემა. თქვენ ჩემთვის არაფერს არ წარმოადგენთ. მთავრობას ვერ აკომპლექტებთ და შესაბამისად ვერ დამბლოკავთ. მისჩემნია ერთგულებით წავაგო, ვიდრე ღალატით მოვიგო. სოციალური ქსელით ერთმანეთის საწინააღმდეგო პოსტების გამოქვეყნება ოდესის გუბერნატორის კიდევ ერთ განცხადებას მოყვა, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი მეორე ტურში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავს. საუბარი იმაზე, რომ მეორე ტურში ეს რამე შეიცვლება, სანამ თავარი ფაქტორები არის იქ, რა თქმა უნდა უაზრობა. ნაციონალური მოძრაობის არჩეული დეპუტატების ვალდებულება მაინც იკითხონ ჩვენი აქტივის, ჩვენი მხარდამჭერების ზოგადად საზოგადოების აზრი. პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხზე მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრები არ გაუმართავთ და ამის გადაწყვეტა შიდა კონსულტაციები დაიწყეს. თუმცა სააკაშვილის მხრიდან საკითხის გააქტიურებისთანავე სოციალური ქსელით გამოხატული პოზიციებიდან აშკარად ჩანდა, რომ ლიდერის პოზიციას ნაციონალური მოძრაობის წევრთა ნაწილი არ იზიარებდა. ზოგიერთმა კონკურენტის არჩევნებში გამარჯვებაც აღიარა და წარმატება უსურვა. კენჭისყრის დღე მნიშვნელოვანი დარღვევების გარეშე ჩაიარა. ამ მრჩეველთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქართული ოცნების კანდიდატს, რომელმაც უნდა წარმოადგინოს თერჯოლისა და ტყიბულის ინტერესები ხელისუფლებაში. ამ რაიონში არსებული მძიმე სოციალური ფონისა და პრობლემების გათვალისწინებით, ეს არის უზარმაზარი პასუხისმგებლობა და ყველა კეთილსაქმეში მინდა მას წარმატება უსურვო. ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტში უნდა შევიდეთ და ბოიკოტი არის დღეს მთავარი პროგრესული პარტიის სუიციდი, შესაბამისად ქვეყნისთვის უკიდურესად საზიანო. მიშას პოლიტიკიდან შემოსვლის პირველი დღიდან მის გვერდში ვარ და არაფერზე უკან არ დამიხევია, მაგრამ მე მაქვს ჩემი გონება, ჩემი გული და ჩემი მებრძოლი სული. ამიტომ მხოლოდ იმ მიმართულებას დაუჭერ მხარს, ვინაიდან ზუსტად ვიცი, რომ ესაა სწორი. ამაზეც ნუ დამძრახავთ, ჩემთვის მთავარია სამშობლო და ქართული სახელმწიფო. ნაციონალური მოძრაობის წევრთა მეორე ნაწილი კი საკუთარი არგუმენტების გათვალისწინებით პარლამენტში შესვლას მხარს არ უჭერს. მათთვის აქტუალური კვლავაც რევოლუციური სცენარია. ერთადერთი რესურსი ოლიგარქის წინააღმდეგ არის ხალხის ძალა და ერთობა. იხილეთ უკრაინის 2 მეიდანის მაგალითი, არც მე და არც სხვა.
ამ პირობებში თავის მოტყუებაა საუბარი იმაზე, რომ იქ შესული 25 კაცი მინიმალურ გავლენას მაინც მოახდენს გადაწყვეტილებებზე. ივანიშვილისთვის მათი ფუნქცია მხოლოდ მკვდარი დემოკრატიული პროცესის მაკიაჟია. ასევე ჩვენთვის ყოველგვარ ასაა მოკლებული მეორე ტურში მონაწილეობა და ამ ნაბიჯითაც ივანიშვილის მიზნებს თუ ავასრულებთ. მე ვთვლი, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა არ უნდა მიიღონ მონაწილეობა მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში. ვინაიდან ქართული ოცნება გამოიყენებს გაყალბების ანალოგიურ მეთოდებს და შესაბამისად ოფიციალური შედეგები არ იქნება რეალური. ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები არ უნდა შევიდნენ პარლამენტში. ადგილი ჰქონდა ფართომასშტაბიან და მრავალფეროვან გაყალბებას. ის რომ ნაციონალურ მოძრაობაში ჯერ კიდევ არჩევნებამდე სავარაუდოდ ორი დაჯგუფება არსებობდა, ამაზე გავრცელებული სატელეფონო ჩანაწერების მეტყველებდა. მოკერეთ კი უნდა ყველაფერი სწორია რაღაც რევოლუციური სცენარიის ესე იძახის, მაგრამ მე იძახს რომ აი თუ რევოლუციური სცენარი გამოდის, ხონდა მოიმზადოთ მე კოალიციების, ვისაც კოალიციების უნდა მომზადოთ მოიმზადოს. მე არ ნესრულიანობა როგორ იქნება სააკაშვილის როლი ნაციონალური მოძრაობის მომავალ საქმიანობაში, ორბანაკად გაყოფილ ნაციონალურ მოძრაობაზეა დამოკიდებული. პოზიციას, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ პარლამენტში შესვლასა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვას, ექსპერტთა ნაწილი არ იზიარებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები ლეგიტიმურად უკვე აღიარა და მათთვის გაუგებარია ასეთ პირობებში ქუჩაში გასვლის აზრი. რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებულ შედეგს და სააკაშვილის როლს, აქ ექსპერტთა შეფასებები განსხვავებულია, ისევე როგორც მისი მხარდამჭერების. სააკაშვილის ჩარევარ ორმხრივად ითამაშა როლი. ერთის მხრივ უდავოა ის, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერებს მობილიზება გაუკეთა ქართული ოცნების ამორჩევასაც და იმ ადამიანებსაც, ვისაც მისი ჩამოსვლა არ უნდა. მე საუბარი რომ ეს ნეგატიური ან პოზიტიური ფაქტორი იყო, ძალიან რთულია თან იმის გათვალისწინებით, რომ არ ვიცით რა მოხდებოდა. ეს არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების და საერთაშორისო თანამოგროვების ხორი გამოცხადა როგორც ლეგიტიმური. შესაბამისად, არ შესვლა ვერანაირად ვერ იქნება ლოგიკური და რაციონალური. ეს შედეგი არის მაქსიმალური, რის მიღწევად შეიძლებოდა და მე ვიტყოდი, რომ სააკაშვილის ხელმძღვანელობით გამორიცხული იყო 2016 წელს ნაციონალურ მოძრაობას გაემართა. თუ კი საუბარი იყო იმაზე, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორებოდა პარტიის მართვას, ეს უნდა მომხდარიყო 2-3 წლით ადრე და მხოლოდ მაშინ შეძლებდა პარტია უფრო მეტი შედეგის დადებას. ეკნება თუ არა მხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობის წევრთა იმ პოზიციას, რომ მათი მარცხი მიხეილ სააკაშვილის ბრალია, ამას პოლიცსაბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ შევიტყობთ. მადლობა გიორგი კობერიძე გვერდთობოდა პირდაპირ ეთერში. პატრიოტთა ალიანსის ლიდერი კი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ პროცენტულ მაჩვენებლებს ეჭვქვეშ აყენებს, თუმცა პარლამენტში შესვლაზე უარს არ ამბობს. სხვა საკითხებზე, მათ შორის აქციების გამართვაზე გადაწყვეტილებას პარტიის ყრილობაზე მიიღებენ. მარიამ სეთურიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. მარიამ, თუ არის ცნობილი, რა საკითხებზე იმსჯელებენ პარტიის ყრილობაზე? პატრიოტთა ალიანსის ყრილობაზე, რომელიც 22 ნოემბერს გაიმართება, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა მოსალოდნელი აქციები იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ალიანსმა პარლამენტში შესვლა გადაწყვიტა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს არ ეთანხმება და შესაძლოა პარლამენტში ყოფნის პარალელურად საპროტესტო აქციები გაიმართოს. აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის პირველმა ნომერმა პატრიოტთა ალიანსიდან დავით თარხან-მოურავმა დღესვე აჭარაში ხმების შესაძლო გაყალბებაზეც ისაუბრა. 20-30 მას მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზეც კითხა, რომლის მიხედვითაც თარხან-მოურავმა საკუთარი ადგილი აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის მეორე ნომერს, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილს დაუთმო. თითქოს აჭარის უმაღლეს საბჭოში თქვენი ადგილი დაუთმეთ სიის მეორე ნომერს. რამდენად მართალია ეს? კიდევ ერთხელ გეუბნებით, 25 თუ 27 რიცხვია, როდესაც საბოლოოდ ყველაფერი დაითვლება და ანგარიშდება, დოკუმენტები დაიდება და შემდეგ იქნება შემდეგი პრესკონფერენცია. ყველა ბერკეტს ჩვენ აქამდეც ვიყენებდით, ეხლა კიდე ერთი ბერკეტია და პარლამენტშიც ვიმუშავებთ და შევალთ აუცილებლად. მაგრამ არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ვარ და კითხვის ნიშნები არის უამრავი. ჩვენ არ ვაპირებთ შეუთანხმებლად ჩვენი მხარდამჭერების აზრის გათვალისწინების გარეშე გამოვიდეთ და თქვათ რას ვაპირებთ. ჩვენ შევთანხმდებით ჩვენი პარტიის წევრებთან ყრილობაზე, ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად და ვიმოქმედებთ გამომდინარე ყრილობის შედეგებიდან. პატრიოტთა ალიანსში განმარტეს, რომ ყრილობამდე სამომავლო გეგმებზე კომენტარები აღარ გაკეთდება. რატომ დაუჭირა მხარი პატრიოტთა ალიანს ამომრჩეველმა? პოლიტოლოგების შეფასებით, არატრადიციული რიტორიკა არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პარტიამ ამომრჩეველთა მხარდაჭერა დაიმსახურა. ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ალიანსის მონაწილეობა აქტიურ საკანონმდებლო მუშაობაში ნაკლებად სავარაუდოა. პოლიტიკური პოზიციები მათ უდავოდ ექნებათ,
აი საკანონმდებლო მუშაობაში ისინი მოახერხებენ თუ არა აქტიურ მონაწილეობას, არ ვიცი, რადგან ბევრია საპარლამენტო, ბევრისთვის ახალი ხილია საპარლამენტო მუშაობა და ალბათ ჯერ დიდ ხანს ექნება ადაპტაციის პერიოდი. ეს არატრადიციული რიტორიკა, თავისი პრორუსული ელფერით, რა თქმა უნდა, არის მიმზიდველი გარკვეული ნაწილისთვის. ალბათ იქნება ინიციატივები, რომლებიც პატრიოტთა ალიანსის აზრით შეუწყობს ხელს რუსეთთან კიდევ უფრო ესე იგი დარეგულირებას ამ ვითარების. მოკლედ, ყველა ის შეტყობინება, რომელიც არის მარგინალური ნაცმოძრაობისთვის, ამას გააჟღერებს პატრიოტთა ალიანსი და პირიქით. ცესკოს ამ დროის მონაცემებით ალიანს ამომრჩეველთა ხმების 5.1% აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტში პატრიოტთა ალიანს პარტიის 6 წევრი ეყოლება. მადლობა, პირდაპირ ეთერში მარიამ სეთურიძე გვერდთვებოდა. მილიონი ლარი სამ პარტიას და 300.000 4-ს ეს არის ის ხარჯი, რომლის გაწევად სახელმწიფო ბიუჯეტს მოუწევს. საარჩევნო შედეგების მიხედვით პარტიებმა, რომლებმაც 3 და 5%-იანი ბარიერი გადალახეს, შესაბამის დაფინანსებას მიიღებენ. ვიდრე საბოლოო შედეგები არ გამოქვეყნდება, კონკრეტიკისგან თავს იკავებენ საარჩევნო ადმინისტრაციაში. მიშა ფეიქრიშვილი შეეცადა გაერკვია, რომელი პარტიები მიიღებენ საბიუჯეტო დაფინანსებას. მიშა, მოგესალმებით და გისმენთ. დიახ, რომელი პარტია მიიღებს და რამდენ ლარს მიიღებს უпростоრეთ ამას კანონი არ რეგულირებს და შესაბამისად ამ დროის მონაცემებით შეგვიძლია უკვე ვთქვათ, რომ ბიუჯეტმა 7 პარტია უნდა დააფინანსოს. საარჩევნო კოდექსის მიხედვით პარტია, რომელიც საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 5 ან მეტ პროცენტს მიიღებს, ერთჯერადად არაუმეტეს მილიონ ლარს დაიმსახურებს. ცესკოს ამ დროის მონაცემებით ამ მოთხოვნას ჯერჯერობით მხოლოდ ქართული ოცნება, ნაციონალური მოძრაობა და პატრიოტთა ალიანსი აკმაყოფილებს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული დაფინანსების პარალელურად ეს თანხა პარტიებს წინასაარჩევნოდ გაღებული ხარჯების ასანაზღაურებლად ეძლებათ, თუმცა სამივე პარტიამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს შეიძლება ითქვას, რომ გაცინებით მეტი დახარჯა. ქართულმა ოცნებამ დაახლოებით 14 მილიონი ლარი, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოცნება მიღებულ მილიონს აღებული ვალის გადახდისთვის გამოიყენებს, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ისესხა. 2 მილიონამდე დახარჯა ნაციონალურმა მოძრაობამ და 2 მილიონზე მეტი პატრიოტთა ალიანსმა. რაც ეხება პარტიებს, რომლებმაც 3%-იანი ბარიერი გადალახეს. ასეთ შემთხვევაში ისინი ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 300.000 ლარს მიიღებენ. ამ ჩამონათვალშია პაატა ბურჭულაძის სახელმწიფო ხალხისთვის. აღსანიშნავია, რომ ბურჭულაძეს თანხის ნახევრის განაწილება გიორგი ვაშაძის ახალი საქართველოსთვის მოუწევს, ამ კუთხით შესაძლოა საკმაოდ საინტერესოდ განვითარდეს კიდეც მოვლენები. 300.000 ლარს მიიღებენ ლეიბორისტები, თავისუფალი დემოკრატები, ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა, პარტიები, რომელთა საარჩევნო სიის ყოველ ათეულში დაცული იყო გენდერული ბალანსი, ანუ ყოველი მესამე განსხვავებული სქესი იყო, ბიუჯეტიდან დამატებით 90.000 ლარს მიიღებენ. ასეთი კი მხოლოდ ერთი პარტია აღმოჩნდა ამ არჩევნებზე, თავისუფალი დემოკრატები, რომელსაც ამ დროის მონაცემებით აღარც ლიდერი ჰყავს და შესაძლოა უკვე ხვალ რამდენიმე საკვანძო წევრმაც კი დატოვოს აღნიშნული პარტია. საბოლოო შედეგების გარკვევის შემდეგ ამ თანხებს სპეციალური ფორმულით გამოითვლიან და ერთ-ერთი კომპონენტი იქნება ასევე პარლამენტში შექმნილი ფრაქციების რაოდენობაც. ამ დროის მონაცემებით არჩევნების შემდეგ ხელისუფლებას ბიუჯეტიდან საშუალოდ 8 მილიონამდე ლარის მობილიზება მოუწევს. მადლობა, მიშა ფეიქრიშვილი გვერდთვებოდა. პირდაპირ ეთერში ახლა რეკლამის შემდეგ თქვენ ახავთ. ვლადიმერ პუტინის პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქეთში დაძაბული ურთიერთობის შემდეგ და ანკარა-მოსკოვ შორის მიღწეული შეთანხმება. როგორ გეგმავენ მხარეები სამხედრო სადაზვერვო სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებას და რა სტრატეგიაზე იმუშავებს ორი ქვეყანა. გაგრძელდება თუ არა გასადენის პროექტის თურქული ნაკადის ორი ხაზის მშენებლობა და რა ფასად მიიღებს თურქეთი რუსულ გაზს. რუსულ-თურქული შეთანხმების დეტალებით ქეთი ჩოხელი. 20:30 პირდაპირ ეთერში ბრუნდება და დღეს კიდევ ერთი თემა გირგვლიანი საქმეზე ბრალდებულთა შეწყალების ეპიზოდზე ქალაქის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსის მერაბ ბაღათურიას მოადგილე დაიკითხა. დავით კუპატაძე აცხადებს, რომ საქმეში მონაწილე პირების იდენტიფიცირება და საქმის გახსნა მეორე დღესვე მოხდა. შესაბამისი ინფორმაცია კი მისი თქმით შინაგან საქმეთა მაშინდელ მინისტრს ვანო მერაბიშვილს მიაწოდეს. რა სწყობა მოწმედა იცოდა თუ არა მიხეილ სააკაშვილმა საქმის დეტალები. ნიკა მუკუბანიანი გიამბობთ. ნიკა, მოგესალმები და გისმენთ.
ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე დავით კუპატაძემ დღეს სასამართლოს განუცხადა, რომ სანდრო გირგვიანის მკვლობის საქმეზე გამოძიებაც ხელკვალზე დაიწყო და უკვე მეორე დღეს აღნიშნული მკვლობა გახსნილი იყო. მისივე განცხადებით იდენტიფიცირებული იყო საქმეში მონაწილე ყველა პირი, როგორც დავით კუპატაძე აცხადებს, აღნიშნული ინფორმაცია მან მაშინდელი ქალაქ თბილისის მთავარი სამმართველოს პოლიციის უფროს მერაბ ბაღათურიას მიაწოდა. შესაბამისი დეტალები მერაბ ბაღათურიამ კი თავის მხრივ აღნიშნული ინფორმაცია მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს გადასცა. ვისგანაც პასუხად მიიღო, რომ სანდრო გირგვიანის მკვლობის საქმესთან დეტალები და ასევე მასში მონაწილე პირების ვინაობის შესახებ ინფორმაცია უნდა მიეწოდებინა ექს-პრეზიდენტისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის. როგორც დავით კუპატაძე აცხადებს, მერაბ ბაღათურიას აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა როგორც სატელეფონო საუბრებით, ასევე პირისპირ შეხვედრებით ვანო მერაბიშვილთან, რომელიც შემდეგ ამ ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილს აწვდიდა. ამიტომ შესაძლოა ითქვას, რომ მოწმის ჩვენებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ მიხეილ სააკაშვილმა სანდრო გირგვიანის მკვლობის დეტალები და მასში მონაწილე პირების ვინაობა მკვლობიდან მალევე იცოდა. როგორც დავით კუპატაძე აცხადებს, საქმის გახსნის შემდეგ დაიწყო სწორედ ზეწოლა ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსზე და სხვა თანამშრომლებზე. კუპატაძის განცხადებით, სწორედ ამის შემდეგ მოხდა მერაბ ბაღათურიასა და მისი სამსახურიდან გათავისუფლებაც. კუპატაძე იმასაც აცხადებს, რომ სწორედ ამის შემდეგ უკვე გამოძიებული და გახსნილი საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაიბარა და მოხდა საქმის გამზადება. მისივე ინფორმაციით დააკავეს მხოლოდ საქმეში დამნაშავე პირების ნაწილი, მათ შორის ღაჭავა ბიბილურიძე, გია ალანია და ფოფხაძე. მისივე ინფორმაციით მოამზადეს სპეციალური საკნები და დაკავებულებისთვის იყო განსაკუთრებული პირობები. ასევე კუპატაძე აცხადებს, რომ დაკავებულებს აქტიურად ნახულობდნენ ახლობლები სასჯელახსოვრების დაწესებულებაშიც და თავად დაკავებულებიც ხშირად სარგებლობდნენ და გამოდიოდნენ სასჯელახსოვრების დაწესებულებიდან. როგორც დავით კუპატაძე აცხადებს, საქმეში მონაწილე სხვა პირები, რომლებიც მკვლობის ღამემდე შარდენში ერთ-ერთ ბარში სუფრასთან ისხენ, მათ შორის დავით ახალაია, დონაძე, სანოძე და ოლეგ მელნიკოვი, მათი დაკავება იმ დროს არ მომხდარა. დანაშაული გაიხსნა მეორე დღეს. ფაქტიურად ჩვენ ვიცოდით, რომ ალანია იყო ერთ-ერთი. რამდენი ხანი მუშაობდა ამ დანაშაულის გახსნის შემდგომ თქვენი სამსახური ზოგადად ამ საქმეს? ერთი თვე მე მგონია. აქტიურად ეს დანაშაული ერთ კვირაში გახსნილი იყო. თქვენ ახსენეთ, რომ ბაღათურიასგან იცით, რომ როცა მოახსენა დანაშაულის რამდენი პირების დაკავების შესახებ და ჩამოუთვალა ეს კვირები, რაც თქვენ ჩამოთვალეთ, მინისტრმა მითხრაო, რომ უნდა წავიდე პრეზიდენტთან, ხო? ასე ამეთქვით. როგორ დამთავრდა ეს შეხვედრა და რა მითება მიიღო ბაღათურიამ ამის შემდეგ მინისტრისაგან? როგორ დამთავრდა და 1-2 საათი ველოდებ კაბინეტში გავგაზებული მოვიდა და წამოვედიო, ამ დივანს უთხარი, რომ წავედი სამსახურში, და ამერიკას. წამოვიდა. და შემდგომ როგორ გამვითარდა მოვლენა? შემდგომ როგორ გამვითარდა და აღარც მინისტრი ურეკავდა ბაღათურიას და ერთ-ერთი რომ დაურეკა ბაღათურიას და იმან ტელეფონი აღარ აიღო, აღარც ის აღარ ურეკავდა იმას. იქ იყვნენ და გადაიღეს, რომ დააკავეს და წინასწარ საკნები მოუმზადეს. თქვენ აღარ მიიღიათ მონაწილეობა? არა, ჩვენ არ მიიღია მონაწილეობა. როგორც საქმის პროკურორმა ირაკლი ნადარაიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განგვიცხადა, სწორედ ახლა იწყება ძირითადი მოწმეების დაკითხვა საქმეზე და სწორედ ამის შემდეგ გახდება კიდევ ახალი დეტალები ამასთან დაკავშირებით ცნობილი. მან ისიც განაცხადა, რომ უნდა დაიკითხოს ამჟამინდელი დევნილთა და განსახლების მინისტრის ოზარ სუბარი, რომელიც მაშინ სახალხო დამცველი იყო, რაც შეეხება თავად საქმეს. სანდრო გირგვიანის საქმეზე, კერძოდ კი ბრალდებულების შეწყალების ეპიზოდზე ბრალიც 322 მუხლით წაყენებული აქვს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. აღნიშნული მუხლი კი გულისხმობს თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე. მადლობა ნიკა მუგბანიანი გვერდთვება და პირდაპირ ეთერში. საქართველოს პრეზიდენტი კი გიორგი მარგველაშვილი მოსახლეობას მოუწოდებს არჩევნების მეორე ტურშიც იყვნენ აქტიურები, როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, არჩევნების ერთი ეტაპი დასრულდა, თუმცა საარჩევნო პროცესი გრძელდება და წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი. პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ დამკვირვებლები განმეორებით ტურზეც ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი. მოსახლეობამ 8 ოქტომბერს აიჩია პარლამენტის შემადგენლობის მხოლოდ 2/3, 50 მაჟორიტარულ ოლქში კი უნდა ჩატარდეს მეორე ტური. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელსაც პირველ რიგში სჭირდება ამომრჩევლის აქტიურობა.
პრეზიდენტი ახლაც ისევე როგორც მთელი წინა საარჩევნო პროცესის განმავლობაში მოუწოდებს მოსახლეობას დააფიქსირონ საკუთარი არჩევანი და იაქტიურონ. ქვეყნის პირველი პირი იმედს გამოთქვამს, რომ დამკვირვებლები განმეორებით ტურებშიც ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი და აქვე აღნიშნავ, რომ პრეზიდენტი მადლობას უხდის მათ გაწეული მუშაობისათვის. პარტია თავისუფალი დემოკრატების სამოქმედო გეგმა ხვალ გახდება ცნობილი თავისუფალი დემოკრატების სრული შემადგენლობა განცხადების გაკეთებას ხვალ 12 საათზე ჩანიშნულ საგანგებო ბრიფინგზე გეგმავს. ხვალვე გაირკვევა ტოვებენ თუ არა პარტიას ლიდერები, თუმცა დღეს თავისუფალი დემოკრატების აღმასრულებელმა მდივანმა თამარ კეკენაძემ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირაკლი ალასანიასა და ალექსი პეტრიაშვილის გარდა პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება გია ცაგარეიშვილმა, ირაკლი ჩიქოვანმა, ზურაბ აბაშიძემ და ვიქტორ დოლიძემაც მიიღეს. არც ერთი მათგანი დღეს არც პარტიის ოფისში და არც ჟურნალისტებთან გამოჩენილა. თავისუფალი დემოკრატების კიდევ ერთი წევრი ლევან სამუშია უარყოფს ასევე გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა მათი რამდენიმე თანაგუნდელი მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნოს. პარტია ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გუშინ თავისუფალი დემოკრატების რამდენიმე წევრთან თანამშრომლობა არ გამორიცხა. მსგავსი საუბარი გამგეობაზე არ ყოფილა და არც არავის უთქვამს გამგეობის წევრებს, თქვენგან ჩამოთვლილი პიროვნებები გამგეობის წევრები არიან, ბუნებრივია, რომ ისინი პარტიას ტოვებენ და ჩემთვის წარმოუდგენელია ჩვენი გუნდიდან ვინმე აღმასრულებელ ხელისუფლებაში დაენიშნოს იმის შემდეგ და გადადგას ის ნაბიჯი, რაც ყველანი ერთად კაბელების საქმეზე ხუთი პოლიტიკური პატიმრის არსებობას სამართლებრივად ვადასტურებთ და საუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანას ხუთი პოლიტიკური პატიმარი ყავს იმ აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მე წარმოუდგენელად მიმაჩნია ჩვენი გუნდიდან ვინმე წავიდა. ეს ადამიანები რჩებიან გამგეობის წევრებად და ჩვენ ამ დღეების განმავლობაში გვაქვს და გვექნება შიდან კონსულტაციებით როგორ აგრძელებს პარტია მუშაობას, როგორ გეგმავთ განახლებას, თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვსადებას. თითქმის ყოველდღიურად ვიკრიბებით, სავარაუდოდ უკვე იქით კვირაში ვაცნობებთ საზოგადოებას კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ. ჩვენ თავისუფალი დემოკრატები გამოვრიცხავთ ნებისმიერ სახის თანამშრომლობას ხელისუფლებასთან, თუ სამომავლოდ რომელიმე პარტიის წევრი მიიღებს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებას, ეს იქნება მათი არჩევანი. ირაკლი ალასანიასგან განსხვავებით თავისუფალი დემოკრატების ჭიათურის მაჟორიტარობის კანდიდატი თეიმურაზ გაფრინდაშვილი საარჩევნო მარათონს და საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას განაგრძობს. ის მონაწილეობას მიიღებს მეორე ტურში და ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატ სულხან მახათაძეს დაუპირისპირდება. მაჟორიტარობის კანდიდატი გეგმავს აქტიურად ჩაერთოს ჭიათურის განვითარების პროცესშიც. ჩემ ძვირფას ჭიათურებს, ჩემ ხალხს ვარწმუნებ, რომ თეიმურაზ გაფრინდაშვილი აპირებს უკვე მეორე ტურში აქტიურად, უფრო აქტიურად ჩაერთოს ბრძოლაში და აპირებს, რომ თქვენი გვერდში დგომით, ყველა ჭიათურილის გვერდში დგომით, მოიგოს ეს მეორე ტური. კონსულტაციები გრძელდება ბურჭულაძის ბლოგშიც, ვინ მიდის და ვინ რჩება პარტიაში ცნობილი, მას შემდეგ ახდება, რაც ლიდერები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაასრულებენ. სახელმწიფო ხალხისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ჯანდიერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პარტიის რეორგანიზაცია გადაწყვეტილია. ბატონ პაატას ნამდვილად არ აქვს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკიდან დისტანცირების შესახებ, თუმცა გარკვეული ხასიათის რეორგანიზაცია განხორციელდება პარტიის შიგნით, ორიენტირი იქნება ახალგაზრდობისკენ, ახალი თაობის შემოსვლისკენ. ეს არის ჯერჯერობით შიდა ხასიათის, ესე რომ ვთქვათ, მოდელვითი საუბარი და მსჯელობა, როგორ ვუყურებთ პარტიის მომავალს. და სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა პოლიცსაბჭოს სხდომა მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, რამდენადაც ჩვენთვის გახდა ცნობილი 2030-ისთვის ნაციონალური მოძრაობა საკანონმდებლო ორგანოში შესვლას გეგმავს. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის წევრები პარლამენტში იქნებიან წარმოდგენილები. ადგილზე რჩება ჩვენი ჟურნალისტი თამარ ციკლაური და მას მოვლენათა განვითარების შესაბამისად გამოშვების მსვლელობისას აუცილებლად დაუბრუნდებით. მანამდე კი დღის კიდევ ერთი თემა. სირიის საზღვართან რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ ვლადიმერ პუტინი თურქეთში ოფიციალური ვიზიტით პირველად ჩავიდა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან მოლაპარაკებით კმაყოფილიც დარჩა. პროექტ თურქულ ნაკადზე მუშაობის განახლება, თურქეთისთვის დაწესებული სასურსათო ემბარგოს შემსუბუქება, ასევე სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება. ეს ის შეთანხმებებია, რომელსაც ორი ქვეყნის ლიდერებმა მიაღწიეს. სტამბოლში რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის დეტალებსა და ასევე რუსულ-თურქულ ურთიერთობების ნორმალიზების პროცესზე ქეთი ჩოხელიგი ამბობთ.
ვლადიმერ პუტინი სტამბულში მოლაპარაკებებით კმაყოფილია. რუსეთისა და თურქეთის ლიდერების შეხვედრის შედეგად ორმა ქვეყანამ გასცადენის თურქეთის ნაკადის ორი ხაზის მშენებლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ერდოღანი პირობას დებს, რომ თურქული მხარე სამუშაოებს დააჩქარებს. ჩვენ ხელი მოვაწერეთ პროექტ თურქული ნაკადის მშენებლობის დაჩქარების შესახებ შეთანხმებას. შეთანხმება ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერზე მაგისტრალური მილსადენის ორი ხაზის მშენებლობას. ერთ-ერთით გაზი თურქეთს მიეწოდება. მისი დასრულება 2019 წლის ბოლომდე იგეგმება. მეორე კი ბუნებრივ აირს ევროპას მიაწვდის, თუმცა მისი მშენებლობის დასრულების ვადას გაზპრომი არ აკონკრეტებს. ვლადიმერ პუტინი თურქ მომხმარებლებს რუსულ ბუნებრივ აირზე შეღავათიან ფასს პირდება. თურქული ნაკადის პროექტისა და თანამშრომლობის გაფართოების ფარგლებში ჩვენ ასევე შევთანხმდით გაზის შეღავათიან საფასურად მიწოდების მექანიზმებზე. ამგვარად ჩვენ მივდივართ თურქეთის პრეზიდენტის გეგმების განხორციელების გზით, რომელსაც ქვეყანაში მსხვილი ენერგეტიკული ჰაბის შექმნა სურს. კიდევ ერთი შეღავათი მოსკოვის მხრიდან. თურქული პროდუქტების ნაწილზე დაწესებული ემბარგო გააუქმა. კერძოდ რუსულ ბაზარზე შესაძლებელი იქნება თურქული კურკოვანი ხილისა და ციტრუსის იმპორტი. დღეს რუსეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დაუშვას რუსულ ბაზარზე თურქული პროდუქციის მთელი ჯგუფი. სოფლის მეურნეობის პროდუქტები, კურკოვანი ხილი და ციტრუსი. ეს არის ორმხრივად მომგებიანი გადაწყვეტილება. რუსეთის სოფლის მეურნეობა ასეთ პროდუქტებს არ აწარმოებს. ბაზარზე თურქული პროდუქტების შეტანამ კი შესაძლოა შიდა ბაზარზე ფასის შემცირება გამოიწვიოს. რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ასევე სამხედრო და სადაზვერვო სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ. ერდოღანმა განაცხადა, რომ მოსკოვი და ანკარა ერთობლივად შეიმუშავებენ სირიის მოსახლეობის დახმარების სტრატეგიას. ჩვენ განვიხილეთ ოპერაცია სახელწოდებით ევფრატის ფარი. ვისაუბრეთ თუ როგორ შეგვიძლია ამ საკითხზე თანამშრომლობა, განსაკუთრებით კი როგორ შეგვიძლია ალეპოს მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება. რა სტრატეგიის შემუშავება შეგვიძლია იმისთვის, რომ ალეპოს მცხოვრებლებმა მშვიდობა ჰპოვონ. ეს ანკარას მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდების შემდეგ ვლადიმერ პუტინის თურქეთში პირველი ვიზიტი იყო. ინციდენტის შემდეგ რუსეთმა თურქეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესა. ურთიერთობების აღდგენა მას შემდეგ დაიწყო, რაც ივნისის ბოლოს ერდოღანმა პუტინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც სულ 24-ის ჩამოგდებისა და მფრინავის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. ახლა რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში ჩვენ შეკითხვებს 2030 შეკითხვებს უპასუხებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, ასე რომ დაგველოდეთ. როგორ აფასებს დავით უსუფაშვილი არჩევნებსა და ქართველი ხალხის არჩევანს? რატომ ვერ მიიღო რესპუბლიკურმა პარტიამ ამ უმრჩევლის მხარდაჭერა? იქონია თუ არა მიღებულ შედეგზე გავლენა პარტიის წევრთა ამბიციურმა განცხადებებმა და იყო თუ არა ეს ტაქტიკური შეცდომა? ტოვებენ თუ არა დიდ პოლიტიკას რესპუბლიკელები და სათხედავს თავს პარლამენტის თავმჯდომარე? 2030 შეკითხვებს დავით უსუფაშვილი უპასუხებს. 2030 პირდაპირ ეთერში ბრუნდება, როგორ აფასებს დავით უსუფაშვილი არჩევნებსა და ქართველი ხალხის არჩევანს, რატომ ვერ მიიღო რესპუბლიკურმა პარტიამ ამ უმრჩევლის მხარდაჭერა, იქონია თუ არა მიღებულ შედეგზე გავლენა პარტიის წევრთა ამბიციურმა განცხადებებმა და იყო თუ არა ეს ტაქტიკური შეცდომა? ტოვებენ თუ არა დიდ პოლიტიკას რესპუბლიკელები და მომავალში სათხედავს თავს პარლამენტის თავმჯდომარე? 2030 შეკითხვებს დავით უსუფაშვილი უპასუხებს. ბატონ დავით, მოგესალმები, ძალიან დიდი მადლობა, რომ დაგვითმეთ დრო. ბატონ დავით, დავიწყოთ სულ ცოტა ხნის წინ მიღებული გადაწყვეტილებით ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრების გადაწყვეტილებას გულისხმობ, პოლიცაბჭო დასრულდა სულ ცოტა ხნის წინ და გახდა ცნობილი, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრები შედიან პარლამენტში. თუ შეგიძლიათ გითხრათ, თქვათ, რა პროცესი მიმდინარეობს, თქვენ როგორ ფიქრობთ ნაციონალურ მოძრაობაში? საღამომშვიდობის. ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესებზე ვიცი ის, რაც იცით თქვენც, რაც საჯაროდ ხდება, მაგრამ ამ ყველაფრიდან აშკარად ჩანს არც თუ გუშინ განვითარებული მოვლენები, ეს რამოდენიმე წლის განმავლობაში გრძელდება ეს პროცესი, როდესაც სრულიად აშკარაა, რომ მათი დე-ფაქტო ლიდერის მიხეილ სააკაშვილის და პარტიის ერთი ნაწილის, მე ვიტყოდი ალბათ უფრო მეტი ნაწილის პოზიციები არ ემთხვევა ერთმანეთს, იმიტომ რომ მიხეილ სააკაშვილს უნდა ძალაუფლება დღესვე. ამასობაში ნაციონალურ მოძრაობაში არის ხალხი, რომელსაც უფრო ხანგრძლივი პოლიტიკური ბრძოლისთვის მზაობა აქვს და რეალისტურად აფასებენ შედეგებს. ისინი და ისინი შეგულისხმობ, პირდაპირ ვისაუბროთ, გულისხმობ გიგა ბოკერიას გუნდს, ერთგვარად ცდილობს მიხეილ სააკაშვილის ჩამოცილებას და მისგან დისტანცირებას. მე მგონია, რომ ეს პროცესი მიმდინარეობს.
მე მგონია რომ თუ ეს პროცესი ლოგიკურად დასრულდება სწორედ ისე, რასაც თქვენ ბრძანებთ, ეს იქნება უკეთესი ქართული პოლიტიკური სისტემისთვის, ვინაიდან მაშინ ჩვენ შევძლებთ ვისაუბროთ უფრო კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდზე, თავისი სახით, თავისი მიზნებით, ამოცანებით და ასე შემდეგ და ისინი შეძლებენ ალბათ ცოტა უფრო მისაღები გახდნენ საქართველოს საზოგადოების მთელი ნაწილისთვის და არა მხოლოდ მათთვის, ვინც მხარს უჭერს და ხმას აძლევს პოლიტიკოს, იმიტომ რომ პოლიტიკური პარტიისთვის და პოლიტიკოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მას უჭერდეს მხარს საკმარისი რაოდენობის ამორჩეველი, ეს ერთი და მეორე, ის რომ დანარჩენი ამორჩეველი არ იყოს უკიდურესად უარყოფითად განწყობილი. აი ამ ვითარებაში, როდესაც ხდება გარკვეული მარგინალიზება და მარგინალიზაციაში მე რაოდენობას არ გულისხმობ, იმიტომ რომ 9 მილიონი ამორჩევის მხარდაჭერა ნაციონალური მოძრაობისთვის ეს არის ძალიან სერიოზული მხარდაჭერა და მე ყველას კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, რომ პატივიცეთ აი ამ 100,000 ადამიანის არჩევანს და როდესაც პოლიტიკოსები ერთმანეთს ვაკრიტიკებთ თუ ვეკამათებით, გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს უკან, ყველას უკან დგას ხალხი და ამიტომ ცოტა მეტი პატივისცემით მოვეპყროთ ერთმანეთს, მაგრამ თავისთავად ეს მგონია რომ იქნებოდა ჯანსაღი პროცესი პოლიტიკური სივრცისთვის, მაგრამ ახლა ამაზე მეც ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ რომ არც რაიმე დამატებითი ინფორმაცია მაქვს და არც გავლენა ამ პროცესებზე. ბატონ დავით, ნაციონალურ მოძრაობას რა შანსი აქვს პირდაპირ რომ გითხრათ მიხეილ სააკაშვილის გარეშე? იმაზე მეტი ვიდრე ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილის გარეშე. იმიტომ რომ ორივე ამ პარტიის და პოლიტიკური გუნდის დამოკიდებულება ძალიან კონკრეტულ ლიდერებზე ხარისხი არის ძალიან მაღალი, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობას მე მგონი უფრო მეტი შანსი აქვს დარჩეს პოლიტიკურ პარტიად ვიდრე ქართულ ოცნებას. ქართულ ოცნებას თავისი გზა აქვს გასავლელი და მე წარმატებას უსურვებ მაქვს ამ გზაზე, მათ შორის იმ ნაწილშიც რომ ბიძინა ივანიშვილისგან დამოუკიდებლად მათ შეძლონ პოლიტიკურ ასპარეზზე დარჩენა და ყოფნა. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, როგორც გითხარით, ფაქტია რომ 2012 წლის არჩევნებიდან დღემდე, ანუ 4 წელი გავიდა და მე არ მგონია რომ ის 9 მილიონი ამორჩეველი, ვინც ნაციონალურ მოძრაობას ხარი დაუჭირა თუ მოდრავ ნაკლები, ეს არის მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ამორჩეველი. მე ეს დაბეჭდილება არ მრჩება, თუმცა ახლა ვერ დავიჟინებ და ვერ გავყოფ ამ ხალხს, ასე ვთქვათ, პირობითად. მე მგონია რომ ამ არჩევნებზე ორივე ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა მეორე მხრივ მაქსიმალური მოინდომა იმისთვის, რომ მათ გუნდებს წარმატებასთვის მიეღწიათ, თუმცა მე მგონია რომ ამ პაექრობიდან ქართულმა ოცნებამ მეტად იხეირა ვიდრე მიხეილ სააკაშვილმა, ვინაიდან მიხეილ სააკაშვილმა თავისი აგრესიული რიტორიკით და რაღაცა ქმედებების დაპირებით უფრო მეტად შეაშფოთა ის ამორჩეველი, რომელიც შესაძლოა სხვა შემთხვევაში ან სახლში დარჩენილი იყო, ან სხვისთვის მიეცახმა და მათ გადაწყვიტეს, რომ დაეცვათ საქართველოს მიშა სააკაშვილისგან და ეს დაცვა იქნებოდა სწორედ ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემა. ასე რომ ივანიშვილმა სააკაშვილი კიდევ ერთხელ გააცურა, მე ვიტყოდი ამ ტერმინს ვიხმარდი საარჩევნო თვალსაზრისით. ბატონ დავით, თქვენი ციტატა უნდა წავიკითხო, ხალხის არჩევანი იქნებოდა მნიშვნელოვნად განსხვავებული ისევ მიხეილ სააკაშვილს, რომ არ გაეფუჭებინა საქმე თავისი პარტიისთვისაც და ქვეყნისთვისაც მან წარმატებულად შეასრულა საფრთხობელას როლი. გარდა იმისა, რაზეც უკვე ისაუბრეთ, ანუ აცხადებთ, რომ მან მოახდინა ქართული ოცნებისთვის ხმების მობილიზება წინასაარჩევნოდ. შეგიძლიათ გითხრათ, კიდევ არის რაიმე დეტალი, რაც მიხეილ სააკაშვილმა თქვა თავისი აი ამ გამოსვლებით და განცხადებებით გააფუჭა. თუ მხოლოდ ეს არის ეს მე ვისურვებდი რომ თქვენ ესეთ ერთშიც მეტი გვესაუბრა ძალიან ბევრ სხვა საინტერესო საკითხზე და ხა მიხეილ სააკაშვილის ნაბიჯების განხილვის დეტალებში ჩასვლა მე მეტად ნამდვილად აღარ მინდა. კი ბატონო, მაგრამ მე ჩემი ძირითადი შეფასება მოგახსენეთ, ახლა კონკრეტულად მის მიერ გვირაბის გათხრამ დაზაფრა ხალხი თუ არ ვიცი სარფიდან შემოსვლამ თუ კიდე სხვა რამე უბედურებამ რომ აგერ ჯარი და პოლიცია ჩემს მხარესაო. მე არ ვიცი კონკრეტულად ვისე რა ფრაზა მოახდინა მეტი გავლენა, მაგრამ სრულად ცალსახაა რომ აი ამ ტრის ხატის შექმნაში და ერთმანეთის ამორჩევლის მობილიზება დაზაფრაში მათ სერიოზული ნაბიჯები გადადგეს. მე არც ის მგონია რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის ძალიან ისეთმა ჩემი აზრით წინასწარ გამიზნულმა სიმართლესთან აცდენილმა პროგნოზებმა რომ ნაციონალურ მოძრაობას სულ 5 მანდატს მიიღებს, რომ მათ 100,000 კაცი უჭერდა მხარს და მგონია ახლა ის 20,000-მდეა ჩამოსული და აი ამ ტიპის თემებმა ასევე მგონია რომ ნაციონალურ მოძრაობის ამორჩევლის მობილიზებაც გამოიწვია. თუმცა უფრო მგონია რომ სააკაშვილის ქმედებებმა და ნაბიჯებმა მეტი ამორჩეველი მიმატა ქართულ ოცნებას ვიდრე ბიძინა ივანიშვილის ამავე მიმართულებით გადადგმულმა ნაბიჯებმა თავისი ხატრულ დოკუმენტური ტელეფილმებით და ძალიან ბევრი სხვა ამბებით. მივიღეთ ჩვენ ის რომ ორმა ძალამ წარმატებით გაათამაშა ერთმანეთისგან, ესე იგი სერიოზული მტრის ხატი და ჩვენს ამორჩეველს, რომელსაც აქვს უფლება
იყოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღოს, მე არჩევნებამდე განვაცხადე, რომ ამ არჩევნებში ხმის მიცემით ჭეშმარიტების საკითხი არ წყდება, ყველა ვინც თავისი შინაგანი წმენით მიცა ხმა ამა თუ იმ პარტიას ეს მათი არჩევანია. მე არ რჩება შტაბ-ეჭვება, რომ ყველამ თავის შინაგანი წმენით მისცა ხმა, იმიტომ რომ იყო ძალიან ბევრი სხვა ფაქტორი არჩევნო გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენი, მათ შორის ბოლო დღეებში, ბოლო ღამეებში, უშუალოდ არჩევნების დღეს, მაგრამ ეს ყველაფერი შედარებასთან შეუდარებელია და არც კი შეიძლება ამის შედარება იმასთან, რაც იყო 2012 წელს, ამიტომ მეც და ძალიან ბევრმა ეს არჩევნები შევაფასეთ წინ გადადგმულ ნაბიჯად, თუმცა ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მნიშვნელოვნად მეტი ნაბიჯი გადაგვედგა წინ, იმიტომ რომ არჩევნები მართლა არ არის იმისთვის, რომ მოდი მე თქვენ რაც შეიძლება უარესად წარმოგაჩინოთ, ამით ხალხი შევაშინო და მე მომცეს ხმა. არჩევნებში ხო ჩვენ გვინდა რომ კარგზე უკეთესი მივიღოთ და არა უარესზე უკეთესი. აი ამ გეგმების და ხედვების და პოლიტიკური ასე ვთქვათ პროგრამების შეჯიბრის ნაცვლად ისევ მივიღეთ აი ეს ძალიან ფაზამინდა ბატონ დავით გავიხსენო პარლამენტი მივიღეთ საშუალოზე უარესი არის გუშინ გააკეთეთ ამ ტიპის განცხადება როგორ ფიქრობთ რა არის ამის მიზეზი აი ეს არის მიზეზი რაც მოგახსენეთ იმიტომ რომ ორივე პარტიას დასახული აქვს საუბრობდნენ შეცდომებზე როგორც წინა საარჩევნო პერიოდში ასევე არჩევნების დღეს და მანამდეც პოლიტიკური პარტიების და ლიდერების მხრიდან დაშვებულ შეცდომებზე ფიქრობთ რომ რესპუბლიკურმა პარტიამ სტრატეგიული შეცდომები დაუშვა რესპუბლიკური პარტია რომ არ იქნება პარლამენტში ეს არის ერთ-ერთი არასასურველი მოვლენა მაგრამ ამით არ წყდება ქვეყნის მომავლის ბედი მე საქართველოს პარლამენტის უკეთესობა უარესობაზე საუბრისას მემხედველობაში მაქვს ის თუ რას უნდა ველოდეთ პარლამენტისგან. პირველი ველი თუ არა პარლამენტისგან საქართველოს მთავრობის მიმართ მეტ კონტროლს ის რაც ამ მოწვევის პარლამენტმა სცადა ძალიან მცირე მასშტაბებში, მაგრამ ეს უნდა გაგრძელდეს, იმიტომ რომ შევახსენებ ყველას, ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ და პარლამენტის მეშვეობით გადასცემს ხალხი ძალაუფლებას მთავრობას და ასევე პარლამენტის მეშვეობით მოსთხოვს ანგარიშს მთავრობას. ამიტომ საკონსტიტუციო უმრავლესობის, ასე ვთქვათ, ამოცანა დასახული ქართული ოცნება, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ამჟამინდელი პროექტი, რომელიც ჩემი აზრით არის ძალიან მცდარი და იმ ხიფათების შემცველი, რომელზეც ადრეც მისაუბრეთ თქვენს ეთერში და ახლაც ვსაუბრობ. ამიტომ პარლამენტის ეფექტურობა არ იზომება იმით, შიგ რამდენი მანდატი აქვს ამა თუ იმ პარტიას. პარლამენტის ეფექტურობა იზომება იმით, ვინ არის ეს ხალხი, რამდენად კომპეტენტურია, რამდენად მოწადინებულია პარლამენტში იყოს და მე არაერთხელ მithქვამს, რომ ხალხი ვინც ამ 4 წლის განმავლობაში იყვნენ ჩემპიონები, რეკორდსმენები პარლამენტის ხდომებზე არ მოსვლის, პარლამენტში ყოფნის და ხმის არამოღების არანაირი ინიციატივის არ ქონის და მხოლოდ ღილაკზე თითის დაჭერით გამოირჩეოდნენ, აი ეს ხალხი აღმოჩნდა ქართული ოცნების რჩეული. სამწუხაროდ, ახლა მე მათი იმედით ვერ ვიქნები, რომ 4 წელი ისვენებდნენ და ახლა შემდეგ 20 წელიწადში მოუმატებენ შრომას და ენერგიას. იგივე შემიძლია ვთქვა ბიზნეს წრეებზე, არ ვიცი, დაახლოებით 30-35 ძალიან გამოჩენილი წარმატებული ბიზნესმენი შედის პარლამენტში. ინდივიდუალურად ეს ადამიანები რომ არ იყვნენ წარმატებული, ვერც ბიზნესში იქნებოდნენ წარმატებული და არც საპარლამენტო შეარჩევდა მათ ვინმე. მაგრამ კითხვა ასეთი დგას, ეს ხალხი პარლამენტში შრომას აპირებს თუ იმავე გზაზე დადგომას, რაზეც იდგნენ პარლამენტში დღემდე არ ყოფი ბიზნესმენები, ნაციონალური მოძრაობიდან შემოსულები, რომლებსაც საპარლამენტო ცხოვრება მხოლოდ გარკვეული მიმართულებებით აინტერესებდა. მეორე და სერიოზული კომპონენტი არის ის, რომ უშუალოდ საპარლამენტო შემადგენლობა, რასაც ჩვენ ხედავთ, მათ შორის პატრიოტ ალიანსის პარლამენტში შესვლის შემდეგ, ჩვენ მივიღეთ საკმაოდ ესეთი საინტერესო კონფიგურაცია, რომელმაც არ ამგონია ხელი შეუწყოს დემოკრატიული პროცესების წინ წასვლას, იმიტომ რომ ერთი მხრივ ქართული ოცნება და მეორე მხრივ ნაციონალური მოძრაობა ერთმანეთს უბრალოდ არ უსმენდა ეს 4 წელი. და დღესაც ამ არჩევნებიდან გამომდინარე ეს გარანტირებული გვაქვს. რაც არ უნდა ილაპარაკოს ერთმა მხარემ, რაც არ უნდა მართალი იყოს და მთელი ესე იგი არ ჭეშმარიტებას ღაღადებდეს მათი ბაგენი, მეორე მხარე ამას არ უსმენს. როდესაც პარლამენტში არ არის სამუშაო ვითარება, როდესაც პარლამენტში არ არიან ძალები, რომლებიც ამას აბალანსებენ, მაშინ ჩვენ ვიღებთ სრულიად გაუგებარ მოვლენას. რაში გვჭირდება ეს პარლამენტი? აქ თქვენს ეთერში დავსწრებით მას სხვა პოლიტიკოსები და ვილაპარაკებთ და მორჩება. ჩვენ პარლამენტში ხალხი იმიტომ გვინდა რომ მათ ერთად იმუშაოთ. ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესების მიუხედავად ფიქრობთ რომ მათი ნაწილი მაინც არ მოусმენს ქართულ ოცნებას და თქვათ ქართულ ოცნებაში მიმდინარე პროცესები და გამომდინარე მგონია რომ ქართული ოცნება არ მოусმენს ნაციონალურ მოძრაობას. იმიტომ დღეს მოვისმინე, გუშინ მოვისმინე, აღარ მახსოვს ამ დღეებში მოვისმინე რამშულობა ისეთ ლიდერების ქართული ოცნების განცხადებები რომ თუ არ შემოვლენ კიდევ უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის.
რა იცით როგორ არის? ეს ასეთი ფრაზა ისე ხელის აკვირით თუ არ მოვლენ და ნუ მოვლენ. ეს კი შეიძლება თქვას მოქალაქეებმა რაღაცა, მაგრამ პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც ჩემი ქვეყნის მომავალი ბარდება, თუ ასე აზროვნებს, წარმოგიდგენიათ ესე იგი რაზეა საუბარი. თუ არ შემოვლენ კიდევ უკეთესი. თუ ასე არ აზროვნებს და ამას ხალხს ეუბნება, რომ ხალხო, ნუ გეშენ რა მოხდა, ნუ შემოვლენ, რა მნიშვნელობა აქვს. ან თქვენ პროგრამების განცხადებები არ არის მიზანშეწონილი ლიდერის პოლიტიკური ლიდერის მხრიდან, თუმცა რა უნდა ექნა ასეთ პირობებში თქვენი რეკომენდაცია როგორია? ჩემი რეკომენდაცია ყოველთვის იყო და ახლაც იქნება. 2008 წელს, როდესაც არ შევიდა ოპოზიცია პარლამენტში, მაშინაც ამას ვამბობთ. სხვა შორის 2008 წელს ჩვენ დაგვბრალდა, რომ არ შევედით პარლამენტში. სამდროს ჩვენ მაშინ არ გქონდა შესვლის შესაძლებლობა, არ ვიყავით არჩეული და ვინც იყო არჩეული და ვინც შევიდა, მაგალითად ლეიბორისტები, 4 წელი პარლამენტში იყვნენ. მაგრამ რესპუბლიკელებს გვბრალდებოდა რომ ჩვენ ესე იგი არ შევედით პარლამენტში და ამითი დავარღვიეთ რაღაცა საპარლამენტო. მოკლედ, აქ შესვლა ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ. ბოიკოტში იყვნენ, მაგრამ გაერთიანებული ოპოზიცია იყო. ლეიბორისტები, დიახ. ლეიბორისტები. დიახ, ეს ძველი ამბავია. ძველი ამბავია, უბრალოდ საინტერესო სტილია ამ პარტიის ზოგადად ცხოვრებაში. რაც შეეხება იმას უნდა შევიდნენ თუ არ შევიდნენ. იცით როგორაა? პარლამენტში არჩეული ადამიანი, რომელსაც საკუთარი თავის შესთავაზე ამორჩეველს და 100,000-ობით ადამიანი მოვიდა და მოგცა ხმა. ეს მოგცა ხმა, იმიტომ კი არა, სახში წაიღეო, ან რაც გინდა ის უქენიო. ეს მოგცა ხმა, დაგაკისრა პასუხისგებლობა და ამ ქვეყნის მართვაში მონაწილეობა. რას ნიშნავს არ შეხვიდე? იგივე ამბავია, პარლამენტარი ხარ და სხდომებზე არ დადიხარ. ან ზიხარ იქ და არ უსმენ. ან არც ერთი კანონი არ წაიკითხავს და ხმა არ ამოგიღია ამ ამბებზე. ეს არის თემა. ქვეყანას სჭირდება პარლამენტი მუშა ორგანო და არა ბუტაფორია, რომელიც რაღაც იქნება თავისთვის და ქვეყანა სხვა მხრივ განვითარდება. ბატონ დავით, თქვენ განაცხადეთ, რომ რესპუბლიკურ პარტიას შეეძლო უკეთესი შედეგი ეჩვენებინა და ამ შედეგებმა ჩვენც უნდა გამოგვატანინოს დასკვნები. რა დასკვნა გამოიტანეთ საინტერესო? რესპუბლიკური პარტია თავისი შედეგი, რომელიც არანაირად არ არის არც საკმარისი პარლამენტში მოსახვედრად და არც საკმარისი იმისთვის, რომ მე ესე იგი ყოჩაღად ვილაპარაკო, რომ ჩვენ კი ვერ მოხვდით პარლამენტში, მაგრამ აი ამდენ დიახ, ჩვენ ძალიან ცუდი შედეგი მივიღეთ. ამ ცუდი შედეგის განმაპირობებელი ფაქტორები არის რამოდენიმე. ერთი და ნომერი პირველი ეს არის ის, რომ ჩვენ ამორჩეველმა დაგვაკისრა კოალიციური პერიოდის განმავლობაში პასუხისმგებლობა სრულად და არ და ვერ დაინახა ჩვენი დამსახურება იმავე კოალიციურ პერიოდში იმ გაკეთებული საქმეების, რომელიც ჩვენი მონაწილეობითაც კეთდებოდა. არ არის ჯერჯერობით ეს კულტურა, რომელიც დასამკვიდრებელია პოლიტიკურ წრეებში და საზოგადოებაშიც, რომ ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კოალიციური ვალდებულებები პირნათლად შეგვესრულებინა და არ შეგვეწყო ხელი უმრავლესობის დაშლისთვის, ჯერ კიდევ 2 წლის წინ, როდესაც თავისუფალი დემოკრატები გავიდნენ, არამე სამთავრობო კრიზისებისთვის, ან რაიმე ისეთი მოვლენებისთვის, რომელიც დააზარალებდა ქვეყანას, ეს დაინახა ამორჩევლის ერთმა ნაწილმა, არ დაინახა დიდმა ნაწილმა. მეორე, ჩვენ სრულიად მიზანმიმართულად აღმოვჩნდით დასჯილნი ურჩობისთვის. იმიტომ რომ არ გავიარეთ იმ რჩევის შესაბამისად, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, ასე ვთქვათ, მოგცა რჩევა პარტიასაც და მეც პირადად და ამ რჩევის არ და ვერ შესრულებისთვის, ამ ურჩობისთვის, ესე იგი ჩვენ დავისაჯეთ. ეს დავისაჯეთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ბატონი ბიძინა ღიად და საჯაროდ გვაკრიტიკებდა ამ ამბებში. არა, ბიძინა ივანიშვილმა დაგვსაჯა. ივანიშვილმა დაგვსაჯა და მას ჰქონდა მისი უფლება. როგორ ბატონო და? აი ასე. ივანიშვილის მოტანილი ივანიშვილმა წაიღო, ბიძინას მოტანილი ბიძინამ წაიღო, ანუ ბიძინამ გადაწყვიტა რომ რესპუბლიკელებო, ესე იგი თქვენ ასე და ასე და ასე. ეს მთელი მისი სექტემბრის საჯარო კამპანია ეს იყო აქეთ მიმართული, მეც იძულებული გავხდით ნაწილზე საკითხების მეპასუხა, მაგრამ ნუ ალბათ საერთოდ არ უნდა გამართულიყო ეს ამბავი. ბიძინა ივანიშვილის რჩევა ამას გულისხმობთ ბატონო და? ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც არა მხოლოდ საკუთარი, ასე ვთქვათ, საუბრის საშუალება ჰქონდა ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, არამედ ამ საუბრის კიდევ ბევრი სხვა მეთოდებით და საშუალებით გამრავლების და გაძლიერების საზოგადოებაში, არა მხოლოდ მედიის მეშვეობით. და აღარ მინდა ძალიან სიღრმეებში ჩასვლა. ახლა ჯერ საარჩევნო კამპანია მიდის, დასრულდეს, შედგეს პარლამენტი, ბევრ თემაზე მერეჯობია საუბარი, მაგრამ დიახ ჩვენ მიზანმიმართულადაც დავისაჯეთ. მაგრამ ეს არის მეორე კომპონენტი და არა ყველაფერი. მესამე და ძალიან სერიოზული კომპონენტი. თავად რესპუბლიკურ პარტიას, მე პირადად ჩემს კოლეგებს გმართებს საკმაოდ სერიოზული გააზრება და გადააზრება იმისა, თუ ვართ თუ არა ადეკვატური დღევანდელი საზოგადოების მოთხოვნების პოლიტიკაში. ჩვენ გვაქვს ძალიან საამაყო წარსული, ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მომავალი, მაგრამ ეს აწმყოშიც უნდა ვიყოთ უფრო ადეკვატურნი ამ ყველაფერში. ამიტომ მე პირადად კიდევ ერთხელ მინდა ძალიან
კაფიოდ განვაცხადო, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებში მარცხი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მე რაიმე ფორმით ოდნავ მაინც შევასუსტებ ჩემს პოლიტიკურ საქმიანობას, პირიქით მომემატა, ესე ვთქვათ, ძალაც, პასუხისგებლობაც, ვალდებულებაც იმ ამორჩევლის წინაშე, ვინც ხმა მოგცა და ხარი დაგვიჭირა საბურთალოზეც მე მაჟორიტარს, რესპუბლიკელებს, ჩვენს კანდიდატებს, მე მათ მიუმართე და ვუთხარი, რომ სწორად წარმატებას უსურვებ ყველა ამორჩეველს, ვინც სხვა არჩევანი გააკეთა. მადლობას ვუხდი მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი, ჩვენ დაგვიჭირა მხარი და ნუ ჩათვლიან, რომ მათი ხმა დაიკარგა. პირიქით აი ამ ვითარებაში, უპარტიოობის ვითარებაში, როდესაც აღებული აქცენტი იქეთ, რომ ქვეყანა მართოს სახელმწიფო ბიუროკრატიულმა კონგლომერატმა და არა ერთიანი ხედვების მქონე პარტიამ, რომელიც სხვა პარტიებთან შეჯიბრშია, ჩვენ კიდევ უფრო გაათმაგებული ენერგიით გავაგრძელებთ ბრძოლას და ყველა ამორჩეველს, ვინც ახლა გულდაწყვეტილია, მე მიუმართავ, რომ ჩვენ ერთმანეთს მოვძებნით უახლოეს ხანებში, მოვძებნით ერთმანეთს და გავაგრძელებთ პოლიტიკურ ბრძოლას. პარტიული თვალსაზრისითაც და ეს პარტიით არ შემოიფარგლება ის ამორჩეველი, ვინც ამ ქვეყნისთვის ასე ვთქვათ, გულანთებულია. დავით, როდესაც იგივე საუბრობ, ვთქვათ, მაჩვენებლებზე, იმ შედეგებზე, რაც ამ არჩევნებზე მიიღო რესპუბლიკურმა პარტიამ, მხოლოდ იმ ფაქტორებმა განაპირობა ეს შედეგი, რაზეც თქვენი საუბრეთ, თუ მაგალითად იმ ფაქტორებმა, რაზეც თუნდაც იგივე ექსპერტები საუბრობენ, მაგალითად ვახტანგ ძაბირაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიების მხრიდან იყო სტრატეგიული შეცდომა დაშვებული, როდესაც ისინი აკრიტიკებდნენ მხოლოდ ქართულ ოცნებას და ძირითადი აქცენტი არ მიდიოდა ნაციონალურ მოძრაობაზე, ან ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობაზე. ერთი მესამე ფაქტორად გითხარით, თავად პარტიის მეტი ადეკვატურობა საზოგადოების მოთხოვნილებასთან გასაზრდელია მეთქი, მაგრამ რაც შეეხება იმას, მე საფრთხოდ არ მინახავს ბატონი ვახტანგის, ჩემთვის ძალიან საპატივსაცემო ადამიანის ეს მოსაზრება, მაგრამ რომ ენახა და რო აქ რომ ბრძანდებოდეს, მე ცოტათ შევეკამათებოდი, იმიტომ რომ ჯერ ერთი სად და როდის დავაკელით კრიტიკა ნაციონალურ მოძრაობას. რესპუბლიკურ პარტიაზე, იყო საუბარი ოპოზიციურ პარტიებზე, ასე საერთო საუბარი, როგორც რესპუბლიკური პარტია, ისე ნინო ბურჯანაძე. არ ვიცი, ვის გულისხმობდა, მე ხო არ ვიცი, მაგრამ თუ რესპუბლიკურ პარტიას გულისხმობდა, მე ბატონ ვახტანგს ვეტყოდი, რომ ეს ასე არ იყო, იმიტომ რომ არანაირი კრიტიკა და ასე ვთქვათ, სათანადო პოზიციების გამოხატვა რესპუბლიკურ პარტიას ნაციონალურ მოძრაობასთან არც ერთ ეტაპზე 2004 წლის მაისიდან მოყოლებული. მთელი 4 წელი, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ქართულ ნაციონალურ მოძრაობას და სააკაშვილის გვერდში ედგა, ჩვენ ვაკრიტიკებდით. იქიდან მოყოლებულს ვაკრიტიკებთ და სულ ლაპარაკობდი მიხეილ სააკაშვილზე და მათზე, რომლებზეც არ შეიძლებოდა, მოკლედ, ეს არ არის მთავარი ამბავი. ერთმანეთთან კრიტიკა სამწუხაროდ ქართული ოცნების ლიდერმა და ნაციონალურ მოძრაობის ლიდერმა ორივემ, ჩემთვის საპატივსაცემო ადამიანებმა, გიორგი კვირიკაშვილმა და დავით ბაქრაძემ, ორივემ თავი აარიდეს დებატებს. იქ სადაც მართლა გამოჩნდებოდა ვინ ვისთან რა პოზიციაში არის ერთობაში თუ დაპირისპირებული და შემდეგ. არ მოვიდნენ საზოგადოებრივ არხზე, არ მოვიდნენ რუსთავი ორზე, სადაც ტარდებოდა და დაგეგმილი იყო ლიდერებს შორის დებატები. ეს ძალიან არასწორი ქმედება და ნაბიჯი იყო მათი მხრიდან, თუმცა მე გუშინაც მოუწოდე მათ, რომ ორივეზე ახლა კვირიკაშვილზე და ბაქრაძეზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, როგორც წავა ქვეყანაში პროცესები და მე მინდა ვისურვო, რომ ისინი მოახერხებენ ერთმანეთთან საქმიან ურთიერთობებს. ეს ჭირდება ამ ქვეყანას. დაუბრუნდეთ ისევ რესპუბლიკურ პარტიას. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვა შეცდომები იყო დაშვებული მაგალითად განცხადებების დონეზე. საკმაოდ ესეთი კრიტიკული დამოკიდებულება გამოიწვია საზოგადოებაში, სოციალურ ქსელს თქვენც ვიცი რომ ეცნობით. მაგალითად, იგივე ლევან ბერძენიშვილის განცხადებამ ზაზა ხუციშვილთან დაკავშირებით საკმაოდ სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა ამ განცხადებას, როდესაც ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ თუ ხუციშვილი მას მოუგებდა, ის მტკვარში გადახდებოდა. აი ამ ტიპის განცხადებებთან დაკავშირებით. დამარცხების შემდეგ ის მტკვარში არ გადამხდარა. ამ ტიპის მეტაფორები ძალიან ბევრს გამოუყენებია. მე არ მგონია რომ ეს იყო შეურაცხყოფელი მეტაფორა. ახლა ბიძინა ივანიშვილმა რომ თქვა რომ ნაციონალურ მოძრაობიდან 5 კაცი მეტი ვერ შევა პარლამენტშიო, თამაშობაში 25 შედის. ახლა რა ვქნათ ბიძინა ივანიშვილი შავ ზღვაში გადავარდება თუ რა იქნება? არჩევნების დროს ადამიანები თავს უფლებას აძლევენ ცოტა მეტი მეტაფორებზე ისაუბრონ. მე პირადად ვისურვებდი რომ მეტი ვისაუბროთ საქმეზე და ნაკლები ამ ტიპის მეტაფორებით, მაგრამ მე არ მგონია რომ ლევან ბერძენიშვილმა ამ კონკრეტულ შემთხვევაში რამე განსაკუთრებული და გაუგონარი ამბავი თქვა. ჩვენზე ზოგადად სულ ყველა საუბრობდა, ესე იგი რომ ესენი საერთოდ ვინ არიან. ახლა ამას თუ გამოვეკიდეთ, მაშინ საერთოდ არ უნდა გამოჩნდეს არსად და ეთერშიც კი არ უნდა ამოვიღო ხმა. თინა ხიდაშელის 11 პუნქტიანი სტატუსთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, სადაც ქართულ ოცნებას მიმართავს თინა ხიდაშელი, ქართულ ოცნებას მიმართავს 11 პუნქტიანი სტატუსი. გამოქვეყნა სოციალურ ქსელში. დღეს. რომ გითხოთ, როდის მეთქი ეს ახლა
პოლიტიკურ და რამე ოჯახურ დანაშაულად შეფუთლება მართლა ამინახავს. ქართულ ოცნებას მიმართავს, რომ ნაციონალური მოძრაობა მე ციტატას წავიკითხავ. როგორც არ უნდა დააიგნოროთ, პრინციპში ყველაფერში დაგჯაბნიან შემადგენლობებს გადახედეთ. მე 11 პუნქტიანი არ ვიცი და კიდე სხვა. ანუ თქვენი დამოკიდებულება ბუნებრივია თინახიდაშელი როდესაც იქნება სტუდიაში მას ვკითხავ კონკრეტულად მის დამოკიდებულებაზე. მაღალი წარმოდგენა აქვს რესპუბლიკურ პარტიას ნაციონალურ მოძრაობაზე თუ ეს მხოლოდ თინახიდაშელის დამოკიდებულებაა? იცით როგორ ახლა ტელემაყურებელი იმის დამიხედვით ვისი მომხრია პოლიტიკურად ჩემს სიტყვებსაც ან ასე გაიგებს ან ისე გაიგებს, მაგრამ ნუ რა ვქნა ახლა მე მაინც პირდაპირ გეტყვით იმას რომ ამ მოქმედ პარლამენტში როდესაც ნაციონალური მოძრაობა იჯდა ხოლმე დარბაზში 50-დან 20-25 კაცი ეს იყო მაქსიმუმი. და აქეთ ჩვენი უმრავლესობა იყო უმრავლესობა. აგერ ახლა მაყურებელმა თავად მითხრას როგორი ვითარება იყო ხოლმე. ან ვინ უფრო ასწრებდა განცხადებებისთვის ჩაწერას, ან ვინ გამოდიოდა და აკრიტიკებდა საკითხს, ან კანონ პროექტთან დაკავშირებით ვის ჰქონდა ხოლმე მომზადებული პოზიციები. იცით, საპარლამენტო საქმიანობას სჭირდება გამოცდილება. ახლა თქვენს ადგილზე ძალიან პერსპექტიული ჟურნალისტი რომ დავსვათ, რომელიც შესაძლოა 10 წლის მერე იქნება ნომერი პირველი ჟურნალისტი, ალბათ რაღაცები გაუჭირდება. ეს ბუნებრივი ამბავია. ამიტომ ახლა ნაციონალურ მოძრაობას საპარლამენტო მუშაობის გამოცდილება რომ აქვს. მე ისინი მომწონან თუ არ მომწონან, ამაზე ხო არა დამოკიდებული. ეს რეალობაა. დიახ, მათ აქვთ მეტი გამოცდილება საპარლამენტო საქმიანობის. ეს ერთი. მეორე. მათ აქვთ მეტი ორგანიზებულობა და დისციპლინა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა მარტივად ახერხებდნენ ისინი თავიანთი ამოცანების მიღწევას. ნახევარ წუთში მათი რიგები იყო ხოლმე შევსებული, როდესაც აინტერესებდათ რამე საკითხი. ქონდათ კომუნიკაცია ერთმანეთთან. აქეთ ქართული ოცნების ჩემი და საერთო უმრავლესობის წევრების შეკრსაკრებად ვიჯექი ხშირად იქ და უხერხულობისგან რამე ქნა აღარ ვიცოდი, ხან ტექნიკურ შესვენებას ვაცხადებდი და ხან ვითომ წყალი მწყუროდა და გარეთ დავდიოდი. და ვოლსკი და რა ვიცი, მანამდე საგანელიძე ხალხის შეკრებით იყო დაკავებული. ინფორმაციის გავრცელება ერთმანეთში, რომელ კანონს რას ვაძლევთ თქვა. ორგანიზებულობით, დისციპლინით ეს ხალხი ჯობნიდა უმრავლესობას დღევანდელ პარლამენტში. ეს არის ფაქტი, ეს არის რეალობა. ეს იმას კი ანიშნავს, რომ ნაციონალური მოძრაობა კარგი პარტიაა. მე ისინი მიყვარან, ან მომწონან, ან მათ პატივს ვცემ, ან ამის გამო ხმას ვაძლევ. ეს არის რეალობა. და ამ პარლამენტშიც ერთ-ერთი თემა, რომელსაც მე მაქვს სერიოზული, რა თქმა უნდა, წუხილი, არის ის, რომ დიახ, ზუსტად ასე ორგანიზებული 25 კაცი, იმ არაორგანიზებულ 120 კაცს, რომლიდანაც 40 პარლამენტში ან ივლის, ან არ ივლის და თუ ივლის გაიგებს თუ არ გაიგებს, რაზეა საუბარი, ძალიან ხშირად. მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ არავის, უბრალოდ კიდევ გეუბნებით, გადასარევი ვაშკაცი ადამიანები უბრალოდ სხვა საქმეში გაწაფულები. ამ კონკრეტულ საქმეში ვერ ვარგოდნენ. და კიდევ ერთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ნუ შეგვიყვანს შეცდომაში და მე მიუმართავ ჩემს ამ წუთამდე ჩემს კოლეგებს პარლამენტში, ხვალიდან ჩემს ოპონენტებს ქართულ პოლიტიკაში, ქართული ოცნების წარმომადგენლებს. ნუ შეგვიყვანს შეცდომაში რაოდენობა და პროცენტები. 47% თუ 48% როდის ვიხთ შემეშალა მიიღო ოცნებამ, 27 მიიღო ნაციონალურ მოძრაობამ და ესენი ვინ არიან, ესენი ხო ცოტანი არიან. არ არის მეგობრებო ასე საქმე. ამ ქვეყანაში 20% დაახლოებით ამორჩევლის. როგორც წესი, ხელისუფლებაში მყოფ პარტიას აძლევს ხმას. ასე რომ წმინდა პარტიული ხმებით ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ჩემდა სამწუხაროდ, იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის შედეგის გაზრდას ხელი შეუწყო იმ შეცდომებმა, რომელზეც საგან გისაუბრეთ. ანუ მათი მობილიზება, მათი ორგანიზება შეუწყო ხელი. ეს არის რეალობა. ამიტომ მე მიუმართავ მომავალ პარლამენტარებს ქართული ოცნებიდან მოემზადონ პარლამენტში სერიოზული პაექრობისთვის. იმიტომ რომ ასე მარტივად არ არის საქმე და იქ ხელის მიჭერით არ წყდება მხოლოდ საკითხი. გასაგებია, ბატონო. ძალიან ბევრი სხვა საკითხია და სხვა საქმეა საკეთებელი, იმას სჭირდება კეთება. ბატონ დავით, დრო ამოიწურა, თუმცა უცბად უნდა კითხოთ კიდევ ერთი საკითხთან დაკავშირებით უნდა მოვისმინოთ თქვენი აზრი. ისეთ რომ გაერთიანებას ხომ არ გეგმავს რესპუბლიკური პარტია რომელიმე პარტიასთან და ზოგადად როგორ წარმოგიდგენიათ სამომავლო თანამშრომლობა თუ წარმოგიდგენიათ რომელიმე პარტიასთან? ან თქვენი პოლიტიკური ცხოვრება სამომავლოდ უახლოეს პერიოდში როგორ? მე რესპუბლიკური პარტია თავის შემაჯამებელ განცხადებას ამ არჩევნებთან დაკავშირებით გააკეთებს. ჩვენ ის პარტია ვართ, რომელიც კოლეგიურად მსჯელობს ძალიან ბევრ საკითხებს და მე აკეთებს განცხადებებს, ამიტომ რესპუბლიკური პარტია თავის განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით შედეგები, მიზეზები
ავიც ყველაფერი. ამაზე გააკეთებს განცხადებას და მიმართავს საზოგადოებას. მე პირადად კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. კიდევ უფრო მეტი შემართებით გავაგრძელებ იმ საქმის კეთებას, რასაც ვაკეთებდი. ყველა ის ადამიანი, ვინც თვლის, რომ უკეთესი იქნებოდა რაიმე სხვა შედეგი რესპუბლიკურ პარტიასთან მიმართებაში, ჩემთან მიმართებაში, მე მინდა მათ მიმართო, რომ ჩვენ ერთმანეთს ისევ მოვძებნით და ერთად გავაგრძელებთ საქმიანობას. რაც შეეხება, რას არ და ვერ გავაკეთებ. მე არ და ვერ ვიქნები აღმასრულებელ ხელისუფლებაში და არც არ დგას ეს საკითხი. მე არ ვგეგმავ არანაირი სახელმწიფო თანამდებობაზე ყოფნას, ანუ აღმასრულებელი ხელისუფლების გარეთ. მე არ ვგეგმავ სასამართლოში ბატონო. საკუთრებაში კიდეა იქ ადგილი. პარლამენტზე საუბარი თქვენთან მიმართებაში. შეგიძლიათ მითხრათ რამე თანამდებობა, რომელიც საუბარი არ ყოფილა ამ დღეებში. ჩემზე. ძალიან ბევრზეა საუბარი, მაგრამ მე გეუბნებით, რომ მე არანაირ საჯარო სამსახურში არ ვაპირებ ამ უახლოეს ხანებში მუშაობას, აღმასრულებელში არ ვაპირებ, უცხოეთში წასვლას არ ვაპირებ და ბიზნესში წასვლას არ ვაპირებ. მე ვრჩები პოლიტიკაში და ვიქნები პოლიტიკურად აქტიური და შევეცდები ადეკვატური ნაბიჯები გადავდგა იმ გამოწვევებთან, რაც ის წინაშეც დადგა ქართული საზოგადოება, ქართული პოლიტიკური სისტემა, მაშინ, როდესაც პარლამენტში ჩვენ გვეყოლება უმრავლესობა, რომელიც არის უფრო ბიუროკრატიულ სახელისუფლებო კონგლომერატი ვიდრე პოლიტიკური პარტია, მეორე მხრივ ყავს ნაციონალური მოძრაობა, რომელიც აპირებს პოლიტიკურ სივრცეში სერიოზული მონოპოლიის დამკვიდრებას და ეს აქვთ მათ ამოცანად და გვაქვს ის ვითარება, რაც გვაქვს. ირაკლი ლასანიას გადაწყვეტილება, რომელმაც დატოვა პოლიტიკა, მე ძალიან სინანულით შევხვდი, ჩვენ გქონდა საუბარი ამის შემდეგ. მე ერთმანეთს მადლობა გადავუხადეთ ძალიან ისეთი პარტნიორობისთვის განვლილი 8 წლის განმავლობაში. ეს მისი გადასაწყვეტი იყო და მე ცხადია ვერ შევაფასებ ამ ყველაფერს, მაგრამ მე მგონია რომ დღეს არის დრო აქტიურ პოლიტიკაში მოსვლის და აქტიურ პოლიტიკიდან წასვლის, იმიტომ რომ ქვეყანას ეს სჭირდება. ეს სჭირდება მრავალპარტიულობას. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით ასე დამალობანას თამაში, ესე იგი მოვიდა ოცნება, წავიდა ნაცი, მოვიდა ნაცი, წავიდა ოცნება და ამით ჩვენ წინ ვერ წავალთ. ქვეყანას სჭირდება მრავალპარტიულობა და ეს მრავალპარტიულობა უნდა მოვიტანოთ ჩვენ კონკრეტულმა ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა და ამორჩეველმა. ძალიან დიდი მადლობა. 2030 შეკითხვებს დავით ოსმაშვილი პასუხობდა, რეკლამის შემდეგ თქვენ ახავთ. ელოდა თუ არა მართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებზე დამდგარ შედეგს და როგორ აფასებს ამომრჩევლის ნებას. რატომ გახდა საჭირო მასშტაბური მეორე ტურის ჩატარება და რამდენად მისაღებია ხელისუფლებისთვის 48% მმართველობის 4 წლის თავზე. გეგმავს თუ არა ქართული ოცნება სტრატეგიის შეცვლას და რა შედეგს ელის პარტია მეორე ტურში. ირაკლი კობახიძე, ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი 2030-ში. 2030 პირდაპირ ეთერში ბრუნდება ელოდა თუ არა მართველი გუნდი საპარლამენტო არჩევნებზე დამდგარ შედეგს და როგორ აფასებს ქართული ოცნება ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას. რატომ გახდა საჭირო მასშტაბურად მეორე ტურის ჩატარება და რამდენად მისაღებია ხელისუფლებისთვის მმართველობის 4 წლის თავზე 48%-იანი მხარდაჭერა. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ბატონო ირაკლი, მოგესალმებით, მადლობთ რომ დაგვითმეთ დრო. ბატონო ირაკლი, უახლესი ინფორმაციით დავიწყებ. 2030 ჟურნალისტმა მოგვაწოდა ნაციონალური მოძრაობის ოფისიდან ინფორმაცია, რომ დასრულდა პოლიცაბჭოს სხდომა და ნაციონალურმა მოძრაობამ გადაწყვიტა შევიდეს პარლამენტში. ალბათ გახსოვთ ამ თემასთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობა არის, ესეც შეიძლება ითქვას. ნაციონალურ მოძრაობაში თქვენი შეფასება მაინტერესებს, რა პროცესი მიდის თქვენს ოპონენტ პარტიაში? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან რთული დილემის წინაშე დადგა ნაციონალური მოძრაობა, ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ისინი, ძალიან მაღლა ჰქონდათ აწეული თამასა. წინა საარჩევნო პერიოდში ისინი არარეალურ ციფრებზე საუბრობდნენ, არარეალურ შედეგებზე საუბრობდნენ, რამაც მოგებას გულისხმობთ. მოგებაზე იყო საუბარი, დიახ, როგორც გახსოვთ, ყველა მიცის ძალიან კარგად, რომ ეს იყო აბსოლუტურად არარეალური, ასეთი განწყობა ქართულ საზოგადოებაში არც არჩევნებამდე იყო და არც არჩევნების დღეს. შესაბამისად შექმნეს არარეალური მოლოდინები და მიმედგაცრუების შედეგია ის მძიმე პროცესები, რომლებიც წარიმართა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს, ლიდერებს გულისხმობ ამ შემთხვევაში. მათ არ იცოდნენ თუ რა შედეგი დადგებოდა მათ პარტიასთან მიმართებაში. ვიღაცა მიცოდა, ვიღაცამ არ იცოდა. ეს პირდაპირ შეიძლება ითქვას, კონკრეტულ ლიდერებს მაგიდაზე ედოთ სოციოლოგიური კვლევის შედეგები, რომლებიც აჩვენებდა იმ შედეგს, რომელიც რეალურად დაიდო არჩევნებში. მათ ზუსტად იცოდნენ თუ რას აჩვენებდა სოციოლოგიური კვლევები. ეს სოციოლოგიური კვლევები კერძოდ აჩვენებდა იმას, რომ ისინი იყვნენ განწირული დამარცხებისთვის, მათი გამარჯვება იყო გამორიცხული და სწორედ ეს შედეგი დადგა არჩევნებში. კიდევ ერთხელ მაღლა აწიეს თამასა.
ამ ყველაფერმა გამოიწვია იმედგაცრუება, როგორც ლიდერებში, ისე აქტივში და შესაბამისად დაიწყო ძალიან რთული პროცესები, რასაც ჩვენ წინასწარ საუბრობდით არჩევნებამდეც. ეს პროცესები იყო მოსალოდნელი და არ არის გამორიცხული, რომ ეს პროცესები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდეს, ამის ნიშნებიც ашკარად ჩანს. მაგალითად, ბატონო ირაკლი, იგივე ექსპერტები საუბრობენ, რომ გიგა ბუკერია ძლიერდება როგორც ლიდერი, ის ცდილობს ერთგვარი დისტანცირება მოახდინოს მიხეილ სააკაშვილისგან და ასევე მას უწინასწარმეტყველებენ გაცილებით აქტიურ და პოლიტიკურ ცხოვრებას და ამავდროულად მხარდამჭერთა უფრო მეტ რაოდენობას, ვიდრე იმ სხვა დანარჩენ ნაციონალებს, ვინც თქვათ არჩება ძველ გუნდთან ერთად. ასეთ შემთხვევაში ვთქვათ, პარლამენტში მუშაობა როგორ წარმოგიდგენიათ? ჩემთვის არსებითი სხვაობა არ არის ნაცმოძრაობის კონკრეტულ ლიდერებს შორის, არანაირი განსხვავება არ არის, მით უმეტეს თუ დააკვირდებით, მათი პოსტსაარჩევნო რიტორიკაც არის აბსოლუტურად რადიკალური, მარგინალური, ვერანაირი არსებითი განსხვავებას მე მათ შორის ვერ ხედავ. ეს არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორი მოდიფიკაციაც არ უნდა განიცადოს ამ გუნდმა, ის დარჩება ისეთად, როგორიც ახსოვს ჩვენ ამორჩეულს მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს არის სამწუხარო რეალობა. რაც შეეხება ქართული ოცნების ლიდერების დამოკიდებულებას ნაციონალური მოძრაობის წევრების პარლამენტში შესვლა არ შესვლასთან დაკავშირებით, იგივე დავით უსუფაშვილი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ იყო ჩვენთან სტუდიაში სტუმრად, მან განაცხადა, რომ საკმაოდ თუ სწორად მახსოვს, არასერიოზული დამოკიდებულება იყო ქართული ოცნების ლიდერების მხრიდან, როდესაც ისინი ამბობდნენ დაახლოებით ამ ტიპის ფრაზა იყო გამოყენებული, რომ აი დარდი შემოვა თუ არ შემოვა ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში. რა შეიცვლებოდა პარლამენტში ბოიკოტის გამოცხადებით ნაციონალური მოძრაობის მხრიდან და თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ქართული ოცნების ლიდერები გაცილებით თქვათ უფრო თავშეკავებულები უნდა იყვნენ თუ არა, თუნდაც ნაციონალურ მოძრაობასთან და იგივე ოპონენტების მისამართით გაკეთებულ განცხადებებთან მიმართებაში. ეს გადაწყვეტილება იყო ნაცმოძრაობის მიერ მისაღები, ჩვენ ნამდვილად არ გვეგმავდით ამ გადაწყვეტილებისთვის რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭებას. ეს იყო მათ მიერ გადასაწყვეტი და საბოლოო ჯამში მიიღეს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღეს. დღეს ჩამოყალიბდა ეს კონფიგურაცია, სამი პარტიით იქნება მომავალი პარლამენტი წარმოქმნილი და ასეთ რეჟიმში მოგვიწევს ჩვენ მუშაობა 4 წლის განმავლობაში. ქართული ოცნების ლიდერთა განცხადებას, ოპონენტების მიერ. ჩვენი ლიდერების განცხადებები ვიტყოდი, რომ იყო აბსოლუტურად ადეკვატური ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში. ანუ იმ შემთხვევაში თუ ბოიკოტს არ გამოგიცხადებდათ უბრალოდ ბოიკოტს ნაციონალური მოძრაობა საპარლამენტო კრიზისს როგორც ასეთი არ ელოდებოდით და არ მიიღებდით? ჩვენ ვართ ქართული ოცნება, ვართ გარანტია იმისა, რომ დემოკრატიული განვითარების პროცესი გაგრძელდება და ეს პროცესი იქნება შეუქცევადი, როგორი მიმართულებითაც არ უნდა სადონ სხვებმა პროცესების წარმართვა. ჩვენ ვართ აქ მართველი ძალა, ჩვენ ვართ ძლიერი მართველი ძალა, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი დემოკრატიული პროცესების შეუქცევად განვითარებაზე და ამ ყველაფერზე ვაგებდით ჩვენ პასუხს ყველანაირი სცენარის პირობებში. გასაგებია, ბატონო ირაკლი, დავით უსუფაშვილი, თუ შეიძლება ასე ვთქვას, ქართულ ოცნებას უწუნებს პროფესიონალიზმს, არა უფრო საპარლამენტო გამოცდილებას. და აცხადებს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში ქართული ოცნება ამ მიმართულებით არის შედარებით სუსტი. თქვენ როგორი მოლოდინი გაქვთ? ჩემთვის ყოველად მიუღებელია ყოველგვარი შედარება ქართული ოცნებისა ნაცმოძრაობასთან, არსებობს კომპონენტი, რომელშიც ჩვენ შეიძლება ჩამოვარდებოდეთ ნაცმოძრაობას პირიქით ყველა კომპონენტში, აბსოლუტურად ყველა კომპონენტში, რაც არის დაკავშირებული პოლიტიკასთან, რაც არის დაკავშირებული საპარლამენტო მუშაობასთან კონკრეტულად, ჩვენ დგავართ ერთი თავით მაღლა ნაციონალურ მოძრაობაზე. ყოველად მიუღებელია, კიდევ ერთხელ გამიმეორებ, ჩემთვის ყოველგვარი შედარება ნაცმოძრაობასთან, თუნდაც გამოცდილების კუთხით, არაფერს არ ვამბობ მე სხვა თვისებებზე, რომლებიც არის საჭირო პოლიტიკისთვის. ბატონო ირაკლი, საინტერესო ასევე იყო თუ არა მოლოდინი ქართულ ოცნებაში, რომ დაგჭირდებოდათ მეორე ტური და თქვენი ძირითადი ოპონენტები იქნებოდნენ სწორედ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები. ჩვენ ამაზე არაერთხელ გვისაუბრია არჩევნებამდე, ღიავ საუბრობდით, ჩვენი ამოცანა გახდათ, ამოცანა იყო აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება და გათვლა ჰქონდა სწორედ 50%-ზე, ანუ აბსოლუტურ უმრავლესობაზე და პრინციპულად ეს შედეგი დადგა, ანუ მნიშვნელოვანი რაოდენობა ხმებისა დაგვაქვს ჩვენ 50%-მდე, არსებითად მიზანი შესრულდა, ამოცანა შესრულდა. ყოველმა მეორე ამორჩეულმა ხმა მისცა საქართველოში ქართულ ოცნებას და ეს იყო ჩვენი მიზანი, როგორც უკვე
აღვნიშნე. აქედან გამომდინარე მარტივი მათემატიკური გათვლებითაც რო გვესაუბრა, ბუნებრივია მინიმუმ ნახევარში 50%-იანი შედეგის პირობებში მინიმუმ ოლქების ნახევარში გვიწევდა ჩვენ მეორე ტურების ჩატარება, ეს ასეც მოხდა, ცოტა მეტ ოლქში გვიწევს მეორე ტურები, ვიდრე ეს არის მხოლოდ ნახევარი, დაახლოებით 53-ში ტარდება, 50 ოლქში ტარდება მეორე ტურები, თუმცა ეს მეტყველებს მხოლოდ და მხოლოდ იმასე, რომ ჩვენთან გაიზარდა დემოკრატიის ხარისხი, სწორედ ჩვენ ვიყავით ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც შემოიღო საარჩევნო კოდექსით 50%-იანი ბარიერი მაჟორიტარული არჩევნებისთვის. მანამდე იყო 30%-იანი ბარიერი დაწესებული, ჩვენ ავწიეთ ეს ბარიერი, რაც გაზრდის ჩვენი არჩეული დეპუტატების ლეგიტიმაციის ხარისხს. ცუდი არაფერია მეორე ტურებში, პირიქით კიდევ ერთხელ ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანი. გასაგებია და თუ გავითვალისწინებთ თქვენს ვარაუდს, ქართული ოცნების წარმომადგენლების ვარაუდს არის ასეთი, რომ თითქმის ყველა ოლქს მოიგებს ქართული ოცნება. და შესაბამისად საუბარი არის საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე. იმ შემთხვევაში თუ მართლაც ასე განვითარდა, ამ სცენარით განვითარდა მოვლენები და საკონსტიტუციო უმრავლესობა ერგო ქართულ ოცნებას. ბუნებრივია ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქართული ოცნებისთვისაც და ძალიან დიდი გამოცდა და ერთგვარი ტესტიც კი იქნება ქართული ოცნებისთვის. ხართ მზად ამ პასუხისმგებლობის ასაღებად? კი, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველა საარჩევნო ოლქს მოვიგებთ ამ მაჟორიტარულ არჩევნებში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მოვიპოვებთ საკონსტიტუციო უმრავლესობას, თუ ზოგად თეორიულ პრიზმაში განვიხილოთ ამ საკითხს, გარკვეულ რისკებს, რა თქმა უნდა, შეიძლება შეიცავდეს ერთი პარტიის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობა, თუმცა ჩვენ ვაგებთ პასუხს ერთ რამესე. კონსტიტუცია გადაისინჯება აუცილებლად ფართო კონსენსუსის საფუძველზე. ჩამოყალიბდება კონკრეტული ფორმატი კონსტიტუციის გადასინჯვის, ამ ფორმატში ჩართული იქნება სხვადასხვა დაინტერესებული მხარე, ექსპერტული წრეები, არასამთავრობო სექტორი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, პოლიტიკური პარტიები, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო და კონსტიტუცია გადაისინჯება გამჭვირვალე პროცესის საფუძველზე. ამაზე ჩვენ შეგვიძლია პასუხი ვაგოთ და გარდა ამისა, დღეს კონსტიტუცია არის შესაბამისობაში მოსაყვანი კონსტიტუციონალიზმის სტანდარტებთან. ამის საშუალება არ მოგვეცა ჩვენ გასული 4 წლის განმავლობაში გამომდინარე კონკრეტული ობიექტური მიზეზებიდან. მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ქართულ ოცნებას არ ქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა, შესაბამისად არ ქონდა ბერკეტი იმისათვის, რომ დაეხვეწა მოქმედი კონსტიტუცია. ძალიან ბევრი რამ არის დასახვეწი. 2010 წელს შევიდა ცვლილებები ნაცმოძრაობის ინიციატივით კონსტიტუციაში, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. არის მთელი რიგი ნორმები, დღეს დეტალებში ალბათ არ ღირს შესვლა, მაგრამ არის მთელი რიგი. მაგალითად, იგივე საუბარია ბალანსზე, პარლამენტსა და მთავრობას შორის არის ნორმები, რომლებითაც არის დარღვეული. პრაქტიკაში ეს ჯერჯერობით პრობლემებს არ ქმნის, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთმა ნორმებმა შეიძლება შექმნას პრობლემები მთავრობასა და პარლამენტს შორის ბალანსის კუთხით. არის კომპეტენციების გამიჯვნის პრობლემა, ეს ვიცით პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. ეს ნორმები არის დასახვეწი და კიდევ ერთხელ ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც იქნება შეტანილი კონსტიტუციაში, იქნება სრულ შესაბამისობაში კონსტიტუციონალიზმის პრინციპებთან. ამას შესაბამისი შეფასება მოხდება ყველა პარტნიორის მხრიდან, ამაზე ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ. კიდევ ერთი საკითხი, ეს არის ირაკლი ალასარიას პოლიტიკიდან წასვლა, სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ, თქვენ არ გამორიცხეთ თავისუფალი დემოკრატების რამდენიმე წევრთან თანამშრომლობა. რას გულისხმობთ უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ? ზოგადად ჩვენ საუბრობდით არჩევნების სასურველ შედეგთან დაკავშირებით და აღნიშნავდით, რომ კარგი იქნებოდა თუ 4-5 პარტიით მაინც იქნებოდა წარმოდგენილი მომდევნო პარლამენტი. ეს შედეგი არ დადგა და მე ვიტყოდი, რომ ეს ყველაფერი არის იმ სამწუხარო სტრატეგიული შეცდომების შედეგი, რომლებიც დაუშვეს ამ კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც ჰქონდათ რეალურად, ასე ვთქვათ, თეორიული თუ პრაქტიკული ბარიერის გადალახვის შანსი. რაც შეეხება შეასრულო თანამშრომლობას, კონკრეტულ ინდივიდებთან შეიძლება რა თქმა უნდა თანამშრომლობა, ამაზე ბუნებრივია ჯერჯერობით ვერ ვისაუბრეთ, კონკრეტულ ადამიანებზე და კონკრეტულ ფორმებზე თანამშრომლობის, გარკვეული ჭორები ვრცელდება, თუმცა ჯერჯერობით არანაირი კონკრეტული დეტალები, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებული არ არის. ზოგადად შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ არიან ადამიანები სხვადასხვა პარტიაში, რომლებიც სიმპათიებს იწვევენ და შესაბამისად მათთან თანამშრომლობა გამორიცხული არ არის. გქონდათ გარკვეული შეხვედრები ან კონსულტაციები ან პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი კონკრეტული შეხვედრები, კონსულტაციები ჯერჯერობით არ თქვენ განაცხადეთ, რომ თქვენ განაცხადეთ არა პარტია, არამედ არსებობენ პარტიები. კიდევ ვინ მოიაზრება თავისუფალ დემოკრატებისგან? კიდევ ერთხელ კონკრეტიკისგან თავს შევიკავებდით, თუმცა კიდევ ერთხელ არიან ზოგადად პოლიტიკოსები.
არ ვიცი, ალბათ უახლოეს მომავალში გამოიკვეთება მეტნაკლებად კონკრეტულ ადამიანებთან თანამშრომლობის პერსპექტივები, თუმცა ანუ კიდევ ერთხელ კონკრეტიკისგან ჩვენ დღეს თავი უნდა შევიკავოთ. აუცილებლად უნდა გკითხოთ, თქვათ, სამომავლოდ როგორ ფიქრობთ, თანამშრომლებთ თუ არა სხვა პოლიტიკურ ძალებთან, გულისხმობ თუნდაც იგივე კოალიციის ყოფილ წევრებს, იგივე რესპუბლიკელებს ან ეროვნულ ფორუმს. ამ მიმართულებით რას ფიქრობთ? ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით დაგვჭირდება ჩვენ კონსულტაციები, როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ ვახსენეთ იგივე კონსტიტუცია. კონსტიტუცია უნდა გადაისინჯოს აუცილებლად ფართო კონსენსუსის საფუძველზე და ამ პროცესში უნდა იყვნენ აუცილებლად ჩართული არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები. იგივე როცა საქმე ეხება საარჩევნო კანონმდებლობას, სხვა პრინციპულ საკითხებს, საკანონმდებლო თუ არასაკანონმდებლო საკითხებს, ამ პროცესებში, შესაბამის პროცესებში უნდა იყვნენ ჩართული აუცილებლად ყველა ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც, ასე ვთქვათ, გარკვეული მნიშვნელობით სარგებლობენ ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს არის ჩვენი ხედვა და ამ ხედვის შესაბამისად ვიმოქმედებთ, შესაბამისად აუცილებლად გვექნება თანამშრომლობა არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან მომდევნო 4 წლის განმავლობაში. არასაპარლამენტო პოლიტიკურ ძალებთან გექნებათ თანამშრომლობა მომდევნო 4 წლის განმავლობაში. აუცილებლად უნდა გკითხოთ, ბატონო ირაკლი, როდესაც ამ არასაპარლამენტო ოპოზიციურ ძალებზე საუბრობთ, იგულისხმება თუ არა მათ შორის კონკრეტულად დავით უსუფაშვილი? კიდევ ერთხელ ყველასთან გვექნება თანამშრომლობა სხვადასხვა საკითხზე, სხვადასხვა ფორმატში. შესაბამისად, ბუნებრივია აქ იგულისხმება ყველა პოლიტიკური ძალა, მათ შორის რესპუბლიკური პარტიაც, მათ შორის მისი ლიდერის დავით უსუფაშვილიც, კიდევ ერთხელ სხვადასხვა საკითხზე, სხვადასხვა ფორმატში, სხვადასხვა პარტიასთან გვექნება ჩვენი თანამშრომლობა. დავით უსუფაშვილთან? მათ შორის რა თქმა უნდა, მათ შორის. კარგით. ბატონო ირაკლი, არჩევნების დღეს მომხდარი დარღვევების შემდეგ თქვენ გააკეთეთ განაცხადეთ, რომ დაისჯება ყველა ის პირი, ვინც გარკვეული დანაშაული ჩაიდინა ამ მიმართულებით. ჯიხეს-შკარის ინციდენტში მონაწილე ერთი პირი არის უკვე დაკავებული. თუ გაქვთ ინფორმაცია რა ხდება მარნეულში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით? ეს დეტალები ზუსტდება, სამართალდამცავი ორგანოები ალბათ თავად გააკეთებენ შესაბამის განცხადებებს, მანამდე მე თავი შევიკავებ კონკრეტული კომენტარისგან. კიდევ ერთხელ ჩვენი პოზიცია არის ასეთი, მოხდა ძალიან მძიმე სამართალდარღვევა რეალურად მარნეულში, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული ქმედება, რომელიც დაიგეგმა ნაცმოძრაობის წარმომადგენლების მიერ და ამას უნდა მოხდეს აუცილებლად ადეკვატური რეაქცია. ძალიან მძიმედ არიან დაშავებული კონკრეტული ადამიანები, მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და არ შეიძლება ასეთი სამართალდარღვევა დარჩეს რეაგირების გარეშე. ძალიან დიდი მადლობა. 20-30 შეკითხვებს ირაკლი კობახიძე პასუხობდა, რეკლამის შემდეგ თქვენ ახავთ. რას ნიშნავს ქვეყნისთვის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქართული არჩევნების პოზიტიური შეფასება და როგორ აისახება მსოფლიოს ლიდერთა გზავნილები საქართველოს მომავალზე? ჩავარდა თუ არა არჩევნების არალეგიტიმურად ცნობის გეგმა და რამდენად სერიოზულია ნაციონალური მოძრაობის მიერ შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება? კახა გოგოლაშვილი 2030-ში. 2030 პირდაპირ ეთერში ბრუნდება. რამდენიმე წუთის წინ ნაციონალური მოძრაობის ოფისში დასრულდა პოლიცსაბჭოს სხდომა. ადგილზე იმყოფება ჩვენი ჟურნალისტი თამარ ციკლაური, რომელსაც პირდაპირ ეთერში ჩავთავდა დეტალებს გვიამბობს. თამარ, მოგესალმები კიდევ ერთხელ და გისმენთ. ნაციონალური მოძრაობის ოფისში პოლიცსაბჭოს სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა და პოლიცსაბჭოს სხდომაზე ხმათა უმრავლესობით პარტიის წევრებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობა შედის პარლამენტში და ასევე ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით ისინი გააგრძელებენ ბრძოლას არჩევნების მეორე ტურში. როგორც პოლიცსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცსაბჭოზე დაფიქსირდა აზრთა სხვადასხვაობა და ორივე მხარემ საკუთარი პოზიციები გამოთქვა და დააფიქსირა პოლიცსაბჭოზე, საბოლოო ჯამში ხმათა უმრავლესობით გადაწყდა, რომ ნაციონალური მოძრაობა შედის პარლამენტში და ასევე ისინი იბრძოლებენ მანდატებისათვის მეორე ტურში. როგორც დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ისინი გამოიყენებენ ამ გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ ისინი გამოიყენებენ ყველა ტრიბუნას, მათ შორის პარლამენტის ტრიბუნას და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ტრიბუნას და ასევე დავით ბაქრაძის განცხადებით, ისინი არ დაუშვებენ, რომ ქართულმა ოცნებამ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა, სწორედ ამიტომ ისინი მიიღებენ მონაწილეობას არჩევნების მეორე ტურში. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიცსაბჭოს სხდომას ესწრებოდა სანდრა რულოვსიც, მიუხედავად იმისა, რომ ის არ არის პოლიცსაბჭოს წევრი, როგორც პოლიცსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ რულოვსმა ჟურნალისტებთან განაცხადა, ის ჯერ დაელოდება საკუთარ ოლქში პირველი ტურის შედეგებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას მეორე ტურში მონაწილეობა არ მონაწილეობის შესახებ.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად უთანაბრო პირობებისა, მიუხედავად გაყალბებების და ზეწოლებისა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტურით ჩაივლის ძალიან მძიმე ბრძოლის პირობებში, ჩვენ ვიღებთ ბრძოლას, პარტია მონაწილეობას მიიღებს მეორე ტურებში და პარტია შევა პარლამენტში და მონაწილეობას მიიღებს საპარლამენტო მუშაობაში. ჩვენ ვართ ვალდებული, რომ პატივი ვცეთ ჩვენ სამომრჩეველს, პატივი ვცეთ იმ ამორჩეველს, რომელმაც ხმა არ დაგვიჭირა. ხმა არ მოგცა. ასევე მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ დღეს როგორც არასდროს საქართველოს ჭირდება ძლიერი პროევროპული ოპოზიცია, რათა ივანიშვილს შეუშალოთ ხელი იმაში, რომ მან მოაგროვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მართოს ქვეყანა ისე როგორც სურს ყველანაირი წინააღმდეგობის გარეშე. შევდივართ პარლამენტში, ვაგრძელებთ მეორე ტურში ბრძოლას, ჩვენს ცდელობას არ დავაკლებთ. რას გადაწყვეტს ქართველი ხალხი, ეს გადაწყვიტოს ქართველმა ხალხმა. ვისთანაც ბრძოლობ, არის ძალიან პატარა სხვაობა, რა თქმა უნდა. მე არ ამჯერა რომ ეს პატარა სხვაობა იყო, მე თვლით ჩემს თავს გამარჯვებული, მაგრამ მე მგონი არის შანსი და დიდი შანსი მე მგონი რომ მოვიგოთ პირველ ტურში. პარლამენტში შესვლა და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა ეს არის ის ორი საკითხი, რის გამოც რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა პოზიციებს აფიქსირებდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. მე როგორც უკვე გითხარით, პოლიცსაბჭოს სხდომა დასრულებულია ნაციონალურ მოძრაობაში და ამ პოლიცსაბჭოს სხდომაზე მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობითა ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტილია, რომ ნაციონალური მოძრაობა შედის პარლამენტში და ასევე ისინი მონაწილეობას მიიღებენ არჩევნების მეორე ტურშიც. მადლობა პირდაპირ ეთერში თამარ ციკლაური საუბრობდა და რას ნიშნავს ქვეყნისთვის საერთაშორისო საზოგადოების მიერ ქართული არჩევნების პოზიტიური შეფასება და როგორ აისახება მსოფლიოს ლიდერთა გზავნილები საქართველოს მომავალზე. კახა გოგოლაშვილი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. ბატონო კახა, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვეთმეთ დრო და ხართ ჩვენთან დღეს სტუდიაში. დავიწყოთ ბოლო ინფორმაციით, რის შესახებაც თამარ ციკლაური საუბრობდა სულ ცოტა ხნით წინ პირდაპირ ეთერში. გაიმართა პოლიცსაბჭოს სხდომა, უკვე დასრულდა ნაციონალური მოძრაობის ოფისში და გადაწყვეტილება არის ასეთი, რომ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მიიღებენ როგორც მეორე ტურში მონაწილეობას, ასევე შევლენ პარლამენტში. თუმცა დღის განმავლობაში და მანამდეც რაღაც პერიოდის განმავლობაში იყო აზრთა სხვადასხვაობა, ნაწილი ბოიკოტის რეჟიმს მოითხოვდა და ამბობდა, რომ არ უნდა შესულიყო ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში და იყო ისმოდა ეს რადიკალური განცხადებებიც მათი მხრიდან. საინტერესოა თქვენი შეფასება, რა პროცესი მიდის ნაციონალურ მოძრაობაში შიგნით, რა პროცესი მიმდინარეობს და გარკვეული ნაწილი, უფრო კონკრეტულად რომ თქვა და დავარქვა თავის სახელი გიგა ბოკერიას გუნდი, როგორც თქვა ეს გამოვიდა გარეთ კულუარულად მართალია, თუმცა გამოვიდა, ცდილობს მიხეილ სააკაშვილისგან ერთგვარ დისტანცირებას. კი, პირველ რიგში მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, რომ სრულყოფილი პარლამენტი გქონდეს, რომ პარლამენტში იყოს როგორც მმართველი ძალა, ასევე ოპოზიცია. როგორც ხედავთ, ოპოზიცია იქნება წარმოდგენილი საკმაოდ დიდი რაოდენობით პარლამენტში დეპუტატების და მართალია მათ არ ექნებათ უმრავლესობა შესაძლოა საკონსტიტუციო გადაწყვეტილებებზეც ვერ მოახდინონ ეს გავლენა, მაგრამ მიუხედავად ამისა მათ ექნებათ საკმარისი რაოდენობა დეპუტატებისა იმისათვის, რომ პარლამენტში ჩვენ ვიხილოთ წვავე დებატები, ვიხილოთ დისკუსია, ვიხილოთ აზრთა სხვადასხვაობა და ეს მოსახლეობისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესე უმრავლესობის გადაწყვეტილებებისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ მათ ეს ოპონირება გაუწიოს რომელიმე ძალამ და ამ შემთხვევაში ეს იქნება, რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტია ნაციონალური მოძრაობა. რომ არ შესულიყო ნაციონალური მოძრაობა პარლამენტში, ამით ის, რა თქმა უნდა, დააზარალებდა პარლამენტს, მისი მუშაობის, ესე ვთქვათ, შესაძლებლობას შეკვეცავდა ამითი, ასევე მოსახლეობის მიმართ იქნებოდა ეს არასწორი ნაბიჯი, იმიტომ რომ მოსახლეობა მართლა ნდობა გამოუცხადა საკმაოდ დიდმა ნაწილმა, დაახლოებით 9 მილიონმა ამომრჩეველმა გამოუცხადა ნდობა ამ პარტიას და მათ ელემენტარულად მე მგონი არ ქონდათ მორალური უფლება იმისთვის, რომ აი ყველაფერი ეს გადაეხაზათ. ეს ნაბიჯი გამართლებული იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა მრავალი მტკიცებულებები იმისა და ობიექტური მტკიცებულებანი იმისა, რომ არჩევნები იყო გაყალბებული და თუ თქვათ საერთაშორისო დამკვირვებლები, ადგილობრივი თქვათ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს, ხაზგასმით იტყოდნენ, რომ და დააფიქსირებდნენ ამ გაყალბებებს და ის რომ არჩევნების მოხდა манипуляციები. რახანაც ამას არ ქონია ადგილი და არჩევნები ძირითადად ჩატარდა დემოკრატიულად და ღიად, მაშინ უბრალოდ აქ
მორალური უფლება ნაციონალურ მოძრაობას მე მგონი არ ქონდა რომ აი ესე უარი ეთქვა პარლამენტში პროცესს რაც შეეხება შიგნით ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესს, როდესაც ამაზე საუბრობენ და ფაქტობრივად მოხდა ამის გასაჯაროება და იგივე ნაციონალური მოძრაობის წევრების თუ მათთან დაახლოებული პირების მხრიდან სოციალურ ქსელშიც მთელი დღის განმავლობაში აქტიურად კეთდებოდა განცხადებები და იცმოდა ურთიერთბრალდებები. იმ შემთხვევაში თუ თქვათ პირობითად თეორიულად გიგა ბოკერიამ, რომელიც ერთგვარად რომელსაც ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგადაც კი მოიხსენიებენ, ის ბოლო პერიოდში გვევლინება განსხვავებულ პოზიციაში ძირითადი გუნდისგან, ის არ ემხრობა განცხადებების მიხედვით ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს, არ ემხრობა რადიკალურ ქმედებებს, იგივე ბოიკოტის აქციების რეჟიმს და ამბობს, რომ შესაძლოა მან თქვათ თანამშრომლოს კიდეც სხვა ძალებთან, თუ მოახერხა მან მიხეილ სააკაშვილისგან და ძველი გუნდისგან დისტანცირება. იქნება თუ არა ეს მისთვის მომგებიანი? ნუ მე მგონია რომ ეს ვიხილოთ ახალი გუნდი, ახალი ძალა უკვე პოლიტიკურ ასპარეზზე. არის კიდევაც დღევანდელმა გადაწყვეტილებამ მე მგონია ეს დაამტკიცა, იმიტომ რომ როგორც ვიცით, მიხეილ სააკაშვილი იყო მომხრე იმისა, რომ მეორე ტურში აღარ მიეღოთ მონაწილეობა ნაციონალურ მოძრაობას, ასე ვთქვათ, არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა და ასევე რამდენადაც ვიცი, ის მოუწოდებდა ნაციონალურ მოძრაობას, რომ არ შესულიყვნენ ამ პარლამენტში. მოეწყოთ აქციები და იგივე მიხეილ სააკაშვილის ეთქობენ, პოლიცია და ჯარიც კი არის მის მხარეს. ნუ ნაციონალურ მოძრაობა დღეს არის პარტია, რომელიც უკვე იღებს გადაწყვეტილებებს პრაქტიკულად დამოუკიდებლად მიხეილ სააკაშვილისგან, რა თქმა უნდა, გარკვეული გავლენა მას აქვს ჯერ კიდევ პარტიაში და ეს ჩანს კიდევაც, სწორედ ამის გამოას ხშირად ეს დებატები და პარტიაში კამათი გარკვეულ საკითხებზე, ისეთივე როგორც დღეს იყო. მაგრამ ძირითადად მაინც ნაციონალურ მოძრაობამ მოახერხა ამ ეტაპისთვის უკვე თვით გამორკვევა შეიძლება ითქვას სააკაშვილის აი ამ ქარიზმატული, ესე ვთქვათ, თუ მართლაც მოხდა სააკაშვილის ჩამოშორება, ვთქვათ, და მართლაც აიღო სადავეები, ნაციონალური მოძრაობის პარტიული სადავეები გიგა ბოკერიამ ხელში. როგორ ფიქრობთ, ვთქვათ, რა ტიპის მომავალი აქვს ასეთ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას? ამას იქიდან გამომდინარე გეკითხებთ, რომ ბუნებრივია პოლიტიკაში არის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი, ხომ? და საკმაოდ ხშირად იგივე ნაციონალური მოძრაობის ფინანსურ რესურსს უკავშირებენ სწორედ მიხეილ სააკაშვილს. ნუ მე შეიძლება ხაზი გავუსვა იმას, რომ მიუხედავად იმისა, რომ გიგა ბოკერი არის ინტელექტუალურად ძალიან ძლიერი, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსი და ფიგურა ნაციონალურ მოძრაობაში დიდი გავლენის მქონე და აშკარად ანგარიშგასაწევი პოლიტიკოსი, ის არ არის მაინც მიხეილ სააკაშვილის თვალსაზრისით, მისი გავლენა პარტიაში ვერასდროს ვერ იქნება მაინც ისეთი, როგორიც იყო მიხეილ სააკაშვილის გავლენა თავის დროზე. მე მგონია, რომ მაინც ნაციონალური მოძრაობა მიისწრაფის უფრო პლურალისტული, ესე ვთქვათ, რაღაც უფრო პლურალიზმისკენ პარტიის შიგნით, ანუ ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნაციონალური მოძრაობა ალბათ ნელ-ნელა განვითარდება უფრო დემოკრატიული გზით. და განსაკუთრებით ახალგაზრდა თუნდაც ახალი წევრები მე მგონი დიახ, კი ბატონო, ნაციონალურ მოძრაობამ ვერ გამოიყენა, შეიძლება ითქვას, შანსი, ვერ მოახერხა თავისი ეგრეთ წოდებული რებრენდინგი, ვერ მოახერხა იმდენად შეცვლა თავისი პოლიტიკის და არა მარტო შეცვლა, არამედ მთლიანობაში თავისი შეცდომების და ვთქვათ აღიარება ბოლომდე და ამის საფუძველზე რაღაც ახლის შექმნა ვერ მოახერხა აქამდე, მაგრამ მე მგონია ეს არჩევნების მათთვის იყო ასევე გაკვეთილი, ეს არის ძლიერი პოლიტიკური ძალა, ძალიან ორგანიზებული და თუ ისინი ჩამოიშორებენ აი ამ რაღაც ზედმეტ ვთქვათ თუ გნებავთ პიროვნების კულტისნაირ რაღაც მომენტებს, მოტივებს და განავითარებენ შიდა დემოკრატიას მეტად, ანუ პლურალიზმს და ასევე დაანებებენ თავს, ვთქვათ, რომელიღაცა ერთი პერსონისადმი მიბაძვას ან ყურებას იმაზე თუ რა სიტყვის ეს ერთი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მე მგონია რომ საბოლოო ჯამში ისინი მოახერხებენ რაღაც სერიოზულ პოლიტიკურ ძალად, ნუ უკვე არის სერიოზული პოლიტიკური ძალა, მაგრამ გაუჩნდეთ შეიძლება შანსები მომავალში კვლავ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ როგორც ახალი ძალა, რა თქმა უნდა, ამისთვის მათ ასევე დაჭირდებათ ახალი წევრების მიღება პარტიაში, გადახალისება ალბათ. ახალი ძალა შეიძლება ითქვას ფაქტობრივად ძველი სახეებით, როდესაც ლიდერებზე ვსაუბრობთ. ბატონო კახა, მაგალითად დავით ბაქრაძემ გააკეთა საკმაოდ საინტერესო განცხადება, ნაციონალური მოძრაობა არის
ერთადერთი პროდასავლური ოპოზიციური ძალა. როდესაც ვსაუბრობთ იგივე მიხეილ სააკაშვილთან დისტანცირებაზე და თქვათ ახალი გუნდის, ახალი ხერხემლის ჩამოყალიბებაზე, საკმაოდ საინტერესოა, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი არის პასუხისმგებელი იმ ყველაფერზე, რაც ხდებოდა საქართველოში, რასთან დაკავშირებითაც იგივე მოქალაქეებს აქვთ პრეტენზიები ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაში. როგორ უნდა მოახერხოს აი ამ შემადგენლობით და ამ კონფიგურაციით ნაციონალურმა მოძრაობამ ახალი სისხლის მიღება და ახალ ძალად ჩამოყალიბება. და მით უფრო როდესაც პროდასავლურობაზე არის და ადამიანის უფლებები არის პროდასავლურობა ალბათ ხომ ერთ-ერთი პირველი. ნუ პირველ რიგში ხაზს გაუსვამთ იმას, რომ ეს იყო ალბათ შეცდომა ნაციონალურ მოძრაობის მხრიდან, რომ მათ ესე შეეცადენ მოეხდინათ მონოპოლიზება აი ამ პროდასავლური სივრცის, პოლიტიკური სივრცის მონოპოლიზება და თითქოს მოსახლეობისთვის დაემტკიცებიათ, რომ ერთადერთი პროდასავლური ძალა საქართველოში არის ნაციონალური მოძრაობა. ამით შეიძლება მათ კიდევ უფრო მეტად შეუნთეს ცეცხლი არსებულ ხელისუფლებას, ანუ სახელისუფლებო ძალას, რომ მათ უფრო მეტი ძალისხმევით ემუშაოთ იმისთვის, რომ მეტი რეფორმები გაეტარებიათ პროდასავლური, თქვათ, იქნება ეს ასოცირების ხელმოწერა შეთანხმების და მისი ეს თქვათ იმპლემენტაციის დაწყება, იქნება ეს თქვათ ვიზა ლიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებულად ეს თქვათ განხორციელება. სხვა კიდე მრავალი საკითხი თუ გნებავთ ნატოსთან ურთიერთობები, სადაც ასევე არ შეჩერებულა ესე ვთქვათ ამ ხელისუფლების პირობებში და მოხდა პირიქით ესე ვთქვათ ბევრი წინ გაღრმავება. ანუ პრაქტიკულად ეს თეზისი ან თეზა, რომ ნაციონალური მოძრაობა არის ერთადერთი პროდასავლური ძალა, ამ შემთხვევაში მოხდა ამის დევალვაცია ამ ლოზუნგების და ნუ მოსახლეობამ პრაქტიკულად არჩევანი იმის გამო არ გააკეთა, რომ აი რომელია პროდასავლური და რომელია არა. იმიტომ ჩვენ ვიცით, რომ 80% მოსახლეობის საქართველოში ნუ როგორც მინიმუმ 75 მაინც ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პარტიას როგორი იმიჯი აქვს ამ თვალსაზრისით. ამიტომ ნუ ქართულმა უცნაურად მოახერხა ის, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ მისცა საშუალება მიეთვისებია ეს ვთქვათ პოლიტიკური რაღაც სივრცე და თავისი ქმედებებით დაამტკიცა, რომ ისიც პროდასავლურია, რომ ისიც ევროინტეგრაციის მომხრეა, არის გარკვეული ტაქტიკური განსხვავებები მიდგომებში, რომელიც გააჩნია ნაციონალურ მოძრაობას და ესეთი შეიქმნა მთლიანობაში შტაბ-ეშტილება, ეს ამას დაუჭირა ხალხმა. თუმცა მე კითხეთ ასეთი რამ და ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ, თუ შეიძლება და სამწუხაროდ ჩვენთვის განკუთვნილი დრო ფაქტობრივად ამოიწურა ამით. როდესაც მიხეილ სააკაშვილისგან დისტანცირებაზე არის იგივე ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, წევრების მხრიდან საუბარი, უბრალოდ თეორია ფაქტობრივად ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ასეთ შემთხვევაში რა გამოდის, რომ ყველაფერი რაც ამ ხნის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში ხდებოდა, რა საკითხებთან მიმართებაშიც მოქალაქეებს აქვთ კონკრეტული ბრალდებები და პრეტენზიები მათთან, არის მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის ბრალი? მხოლოდ მას მიუძღვის? ვიცით რა, ესე რაც უფრო ძლიერი ავტორიტარული რეჟიმი, რა თქმა უნდა, რაც უფრო ძლიერი არის მმართველი და რაც უფრო ძლიერია ეს რაღაცნაირი ერთმართველობა პარტიაში, საზოგადოებაში, მით უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პერსონას, რომელიც მართავს. რა თქმა უნდა, მაგალითად სტალინს ბრალდება, თქვათ, საბჭოთა კავშირის რეჟიმის დროს რეპრესიები და ასე შემდეგ. ნუ რა ვიცი, ნაპოლეონის ბრალდება, ის ომები, რომელიც მან გააჩაღა ევროპაში და ასე შემდეგ, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ამაში ყველაფერში ყველა იღებს მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამაში. ამიტომ რა თქმა უნდა, შეცდომების დიდი ნაწილი, რომელიც თქვათ, ნაციონალურ მოძრაობამ თავის დროზე დაუშვა, მე მინდა ხაზი გაუსვა ასევე ნაციონალურ მოძრაობის დამსახურებასაც და ამაშიც შეიძლება სააკაშვილის როლიც ძალიან დიდი იყო. ძალიან ბევრი რაღაცა შეიცვალა ნაციონალურ მოძრაობის მოსვლის შემდეგ ქვეყანაში და არ მინდა ეს დაუკარგო მათ, მაგრამ ის შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული და ძალსავალალო შეცდომები, მე ვიტყოდი, რა თქმა უნდა, დიდწილად სააკაშვილის შეცდომებია თავისთავად, მაგრამ ისინი, ვინც თქვათ, ამას მასთან ერთად უშვებდნენ, ახორციელებდნენ პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, ვერც ისინი გაექცევიან. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაციონალურ მოძრაობას არ აქვს შანსი, რომ მან კვლავ მოიპოვოს ხარდაჭერა. ჩვენ გავდივართ ძალიან რთულ დემოკრატიული განვითარების პროცესს, ამ პროცესს გადიან პარტიები, ადამიანები, პიროვნებები, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს და მთავარია ჩამოყალიბდეს ქვეყანაში ისეთი ძალები, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც აი ესეთ შეცდომებს არ დაუშვებენ და იზრუნებენ მართლა ხალხის მომავალზე.
ეს არის მოქალაქეების გადასაწყვეტი და ისინი მიიღებენ საბოლოოდ გადაწყვეტილებას, თუნდაც იგივე მეორე ტურთან მიმართებაში. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვითმეთ დრო. 2030-ის შეკითხვებს კახა გოგულაშვილი პასუხობდა, ასეთი იყო 11 ოქტომბრის 2030, ყოველდღე 24 საათის განმავლობაში რეპორტაჟების და დღის ყველა სიახლის ნახვის საშუალება გააქვთ საინფორმაციო სააგენტო 2030-ის გვერდზე 2030.news მე მაკაცინცაძე ვარ, ხვალამდე გემშვიდობებით, მშვიდ ღამეს გისურვებთ დროებით.